საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი კახაკალაძე საკუთარ არჩევანს ხვალ საბურთალოზე 64 საარჩევნო უბანზე გააკეთებს. ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი ბრალდებული გიგი უგულავაკი მატროსოვის ციხეში სპეცუბანზე. თქვენ თუ გსურთ რომ კლავაც საბოტაჟის მსხვერპლი გახდეთ, მაშინ მიეცეთ ხმა მელიას, თუ გსურთ რომ მიცეთ ხმა განვითარებას, უნდა მიცეთ ხმა დავით ნარმანია. ნარმანია თუ მელია, ვის აირჩევს ხვალ თბილისი, პირველად ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი მეორე ტური. რეაქცია დედაქალაქის მერობის კანდიდატებს არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე პირდაპირ ეთერს კიდევ ერთხელ სთავაზობს. ყველგაზდები აქ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ, ერთმანეთს და მეორემაც. და მე ხარ ეცხოვრობ. თქვენგან გასხვავებით შედარებით ცოტა, მაგრამ მაინც რამდენი მარტო აიდოს. 17 წელი. გადამწყვეტი ბრძოლის ბოლო რაუნდი ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან საბოლოოდ გასაშვებად ემზადება. ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კი ტელეწამყვანობისთვის. ბატონ ბიძინა არის უნივერსალური ადამიანი და ყველა ამბოლაში წარმოგიდგენია, რომ იქნება ძალიან ნიჭიერი და ძალიან საინტერესო. გაბედიელის ნაციონალურ მოძრაობას იგეგმება თუ არა ცხელი პოლიტიკური ზაფხული და დაჭერები, ვის შეიძლება გახდეს მატროსოვის ციხის შემდეგი ტუსაღი და ვისით გაგრძელდება და ვისზე დასრულდება სამართლიანობის აღდგენის დაპირებული პროცესი. ჩვენ ამ არჩევნებით მეორე ტური დავასრულებთ საბოტაჟს. ერთხელ სამუდამოდ კოჰაბიტაციას დავასრულებთ. ისინი ვერ მიაღწევენ თავის მიზანს, ნაციონალურ მოძრაობას ვერ გააჩუმებენ, მაგრამ ვითარება გადაყავთ ყველაზე უფრო არასასურველ კავაპოტში. დღეს საღამოსათზე დიდი დებატები რეაქციაში, პოლიტიკოსები, საზოგადოება, კანდიდატები, ყველა კითხვა, ყველა პასუხი, ყველა დეტალი, პოლიტიკურად ცხელი ზაფხულის საარჩევნო ფინალი და მთავარი კითხვა, როგორ განვითარდება მოვლენები უკვე ხვალინდელი დღის შემდეგ, ვის დაიბარებენ შემდეგს პროკურატურაში. ვიწყებთ საღამოსათზე არჩევნები თავისუფლების და მატროსოვის გადასახედიდან, ვის აძლევთ თქვენს ხმას, ვინაა თქვენი ფავორიტი, ნარმანია თუ მელია. მაშასე დავიწყოთ ხვალ თბილის ახალი მერი ეყოლება ძველი ციხეშია. მიდიხარ თუ არა ხვალ არჩევნებზე, ეს იქნება ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის შეკითხვა. დარეკეთ ზარი უფასო, ასევე გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია და ეს მოსაზრებები მთელი გადაცემის განმავლობაში გავაპირდაპირ ეთერში. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ხვალ მეორე ტური იმართება. ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ხვალ საკუთარ არჩევანს საბურთალოზე აკეთებს. ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი მატროსოვის ციხეში სპეცუბანზე. დღეს გვეყოლება ბევრი სტუმარი: ზვია ძიძიგური, მიხეილ მაჭავარიანი, კახა ბენდუქიძე, პავლე კუბლაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკა მელია, ნუკრი ქანთარია, ჯანსუხ ჩარკვიანი, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ზაალ ჩიქობავა, მარინა საღარაძე, სტეფანე მღებრიშვილი. მას ასე დავიწყოთ, რამდენიმე წუთში შემოგვიერთებიან ჩვენი სხვა სტუმრები. მანამდე კი მე მივესალმები დებატების მაგიდასთან საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს. ზვია ძიძიგური, მიხეილ მაჭავარიანი, ირაკლი ჩიქოვანი და პავლე კუბლაშვილი არიან ჩვენი ამ ბლოკის სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ხვალ არის რეალურად უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. აქამდე მეორე ტური არ გამართულა. მე მინდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დავსვა პირველი შეკითხვა. რამდენად ნორმალურია, ბატონ ზვიად, მოდით თქვენ დაგისვათ პირველ შეკითხვას, რომ სწორედ მაშინ, როდესაც იყო მორატორიუმი გამოცხადებული, სწორედ მაშინ, როდესაც ხელისუფლება ხაზს უსვამდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მეორე ტური ჩატარებულიყო ყველასთვის მისაღებ პირობებში, უეცრად მატროსოვის ციხეზე აღმოჩნდა გიგი უგულავა, ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი. რამდენად ნორმალურია ეს სიტუაცია წინა საარჩევნოდ? ინგა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოუწოდო და ვთხოვო, რომ ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თქვენ სავსებით სამართლიანად აღნიშნეთ. საქართველოში არასოდეს არ მომხდარა, რომ მეორე ტური გამართული იყოს 21 საარჩევნო ოლქში. 21 საარჩევნო ოლქში იმართება მეორე ტური, როცა 50%-იან ბარიერს ვამტკიცებდით, ჩვენ ვიცოდით, რომ მეორე ტურის ალბათობა დიდი იყო, მაგრამ ასეთი იყო თქვენი მოთხოვნა, ჟურნალისტების, საზოგადოების მოთხოვნა, არასამთავრობოს. ჩვენ ეს მოთხოვნები გავითვალისწინეთ, ამიტომ ეხლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოუწოდო ამ მომრჩეველებს, ვთხოვო, რომ ხვალ მოვიდნენ ჩემი
აზრით რაღაცა სათანადოდ არ არის ინფორმაცია, რომ ხვალ არჩევნები ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ თითქოს ბევრმა არ იცის და ამიტომ ხო, არ იცის, იმიტომ რომ თქვენი მერობის კანდიდატი სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ეხლა მე პირდაპირ ეთერში ჩვენი არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად პირდაპირ ეთერზე დღესაც არ დავთანხმდა, ამიტომ თუკი თქვენ გაქვთ ესეთი განცდა, რომ ვიღაცამ შეიძლება არ იცის, რომ ხვალ არჩევნებია, ალბათ უპრიანი იქნებოდა, რომ ნარმანია პირდაპირ ეთერში მოსულიყო. მესის, მაგრამ ნარმანია ბატონი დებატებში მიიღო მონაწილეობა ბატონ მელიასთან ერთად. დებატებზე არ ვეპატიჟებოდი პირისპირ ბევრი სასაუბრო და ტელეკომპანია იყო ძალიან და ყველა კითხვას გასცა პასუხი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ ესე მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დებატების ახალი კულტურა შემოდის, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ამას უნდა დაცვა და უნდა შემდგომში გამტკიცება. რაც შეეხება ესე იგი ბატონ გიგი უგულავას საკითხს, მე არ მჩვევია დაპატიმრებულ ადამიანზე რამე ან ცინიკურად ან რაღაც ისე უპატივცემულოდ ვილაპარაკო. მე გადავამოწევ ბევრი მიმართულებიდან ქონდათ ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა აპირებდა საქართველოს დატოვებას და უკან დაბრუნებას არ აპირებდა. აქედან გამომდინარე იყო ის გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც იყო, მე გეთანხმებით, რომ იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მისაღები საერთოდ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, იმათაც ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეს, ამას აქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური გამოხმაურებები, ჩვენ ამას ყველა ვხედავთ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. ასე ამბობს საგამოძიებო ორგანოები. აქედან გამომდინარე, ინგა ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია, როდესაც შტაბის ხელმძღვანელი ზის ციხეში, მაგრამ მოცემულობა ისეთია, როგორიც არის, მე ვფიქრობ, რომ სასამართლო, დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტს თვითონ ეს რამდენად სწორად მოხდა ან არასწორად მოხდა და ყველანი დაველოდებით სასამართლოს. თუმცა ვიდრე სასამართლო გადაწყვეტს, მე ისევ მინდა რომ მიუბრუნდე არჩევნების თემას, მიხეილ მაჭავარიანს დაუსვამ, მოდით ამ შეკითხვას იგივეს პრინციპში, თქვენი საარჩევნო შტაბის უფროსი ზის ციხეში, მატროსოვზე უნდა მისცეს მან ხვალ ხმა, რისი იმედი გაქვთ თქვენ? ჩვენ იმედი გვაქვს, მოგესალმებით, ინგა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს რეპუტაციულად კიდევ უფრო მეტად დააზარალებდა ალბათ თქვენს პარტიას, ბატონო მიხეილ, დამეთანხმე. რა? დაპატიმრება გაუჩა თქვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს. მოგესალმებით, მეც აბსოლუტურად უერთდები ზვიად და რა თქმა უნდა, ხვალ კიდევ ერთხელ უნდა მოუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს და ჩვენს მოქალაქეებს მოგზავნდნენ არჩევნებზე და კიდევ ერთხელ დაანახონ ქართულ ოცნებას, რომ ოცნება არ მუშაობს, რომ მათი დაპირებები ბევრი ტყუილია და ის პასიურობა, რომელიც არჩევნებზე იყო დაახლოებით 1 თვის წინ, 15 ივნის, იყო ეს პოლიტიკური ჟესტი ჩვენი მოსახლეობისგან იმ ტყუილ დაპირებებზე, რაც ამ ხნის განმავლობაში მათ ესმოდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ინგა ჩვენთვის. სამში ჩვენ ორი ძიმე ამბავი იყო, ერთი იყო გიგის დაკავება და როგორც ჩანს, ეს იყო საარჩევნო სქემა, რომელიც მოიფიქრეს მმართველმა გუნდმა, იმიტომ რომ გიგი უგულავა არ აპირებდა საქართველოს დატოვებას, მას ეს გადაწყვეტილი ჰქონდა. 18 ჯერ გავიდა გიგი უგულავა ამ ხნის განმავლობაში საქართველოსდან და უკან დაბრუნდა და მან განაცხადა და ის ამბობდა, რომ პოლიტიკური თვითმკვლელობა იყო ადამიანისთვის, ვინც აპირებს პოლიტიკოსობას, რომ გაქცეულიყო, ამას ის აპირებდა დაეცვა თავისი სიმართლე, მიუხედავად იმისა, ბრალდებული სააკაშვილმა ამ შემთხვევაში, რომელმაც დატოვა ქვეყანა. სააკაშვილი გაერიდა, სააკაშვილის მიმართ არ იყო ბრალდება, გიგის მიმართ იყო ბრალდება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პრობლემა ის კი არ არის, რომ სასამართლომ განაჩენი მიუსაჯოს. პრობლემა არის წინასწარი პატიმრობა, როდესაც ადამიანი არ ემალება მართლმსაჯულებას, როცა ადამიანი მიდის სასამართლოზე, იცავს თავისუფლებებს და ნაცვლად ამისა აპატიმრებენ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, სამშივე გვიცხადებენ მეორე ტურს არჩევნებისა 12 რიცხვში, როცა ყველა ვადით ეს ვადა უნდა ყოფილიყო 16-ში, რა სიტუაციაში მოგვიწია ჩვენ საარჩევნო კამპანიის წარმართვა, ისევ ვიტყვი აქ რომ არა ნიკამელია, რომელიც მართლაც აღმოჩენა იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც არ ქონდა მანამდე პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ ყველაფერი გააკეთა და რომ ჩაეტარებია სრულფასოვანი კამპანია, რომ ერთი მხრივ ეჩვენებინა კანდიდატი, მეორე მხრივ ის საქმეები, რომელიც ვერ გააკეთა ოცნებამ და ის რომ ქვეყანა უნდა ამუშავდეს და დამთავრდეს ეს სტაგნაცია. რაც შეეხება წინასწარ დაკავებას, ისევ ვიმეორებ, ჩემის აზრით ეს იყო წინასწარ დადგმული მეორე ტურისთვის სცენა, რომ სქემა, რომ გაეკეთებინათ იმ ამომრჩევლის მობილიზება, რომელმაც არ მიცა ხმა იმის გამო, რომ ოცნება ბომბიერია და ის ასე იგი სისხლის გუბეებს არ აწყობს და არ იჭერს ქუჩებში ნაციონალურ მოძრაობის წევრებს და მხარდამჭერებს. კი ბატონო, დიდი მადლობა. თქვენ რომ ყოფილიყავით ბატონო ირაკლი ოპოზიციაში და არჩევნები ყოფილიყო კარს მომდგარი, 8 დღით ადრე დაეპატიმრებინა ხელისუფლებას თქვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ეს სიტუაცია თქვენთვის პოლიტიკურად ნორმალურად ჩაითვლებოდა?
პირველ რიგში დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის მიმართოთ საზოგადოებას. მე მინდა შევუერთდეთ ჩემს კოლეგებს და მოუწოდო აბსოლუტურად ყველას, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს მართლაც უპრეცედენტო ფაქტია და არავის არ უნდა გადავაბაროთ ის საქმე, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის გასაკეთებელია და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ვალდებულებაა გავხადოთ ჩვენი აზრი და უმნიშვნელოვანესია შევეჩვიოთ, რომ ქვეყანაში რეალურად ტარდება ნორმალური არჩევნები და ზოგადად მეორე ტურის არსებობა ამ ქვეყანაში, რომელიც არასოდეს არ ყოფილა და ამდენ ოლქში ხას უსვამს, რომ ეს არჩევნები ფარსი არ არის და ეს არჩევნები ზუსტად იმ ნების გამომხატველია, რაც ქართველებს გააჩნია. აქედან გამომდინარე, ძალიან გთხოვთ ყველანი მოგბრძანდეთ და ყველას გვახსოვდეს, რომ თქვენი ხმა იგებს. რაც შეეხება იმ შინიათ რომ არ წააგოთ შემთხვევით? არა, ეს უბრალოდ ჩვენი საარჩევნო სლოგანია მეორე ტურისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი ამომრჩევლისთვის. რაც შეეხება იმას, მე მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, უერთდები ზვიადის იმ განწყობაში, როდესაც ძალიან ძნელია ის ფიზიკური ტკივილი, ფიზიკური ემოციური ნერვიულობა, რომელიც იმ ადამიანს გააჩნია, რომელიც სატუსაღოშია და მე ნამდვილად არ მინდა შევეხო არანაირად მის პიროვნულ ემოციებს, მაგრამ აქვე ვიტყვი იმას, რომ დარწმუნებული ვარ, მინდა გითხრათ, რომ ყოფილიყო საკმარისი სამხილი, აბსოლუტურად არანაირ წინაღობას და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართული იყო საარჩევნო კომპანიაში, დაეტოსაღებინათ და მიესაჯათ მასთვის შესაბამისი საჯელი და სასამართლოს ეს გადაეწყვიტა. მაგრამ ამავდროულად, როდესაც საუბრობთ ჩვენ იმაზე, რომ თითქოს ეს წინასწარ დადგმულია, თითქოს ეს ყველაფერი არის წინასწარ მოფიქრებული. იმისთვის რომ წამოიღოთ ყველაზე რადიკალურად განწყობილი მე ვიტყოდი ერთ რაღაცას, რომ მე უკეთესი წარმოდგენა მაქვს ჩვენ სამომრჩეველზე ვიდრე ბატონ მიხეილს, იმიტომ რომ მგონია, რომ ჩვენი ამორჩეველი არ არის სისხლისმილი ამორჩეველი და ის ამორჩეველი, რომელიც სისხლის გუბეებს ელოდება ქუჩებში. ჩვენ ეს ვნახეთ და ჩვენ ამას უთხარით არა. ჩვენ ეს ძალიან ბევრჯერ ვნახეთ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში, როდესაც ამ საკუთარ ამომრჩეველს და საკუთარ საზოგადოებას უსწორდებოდნენ და უსწორდებოდნენ აბსოლუტურად უმოწყალოდ და უსწორდებოდნენ ყველა წარმომადგენელს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ზუსტად ეს არ უნდა ჩვენ სამომრჩეველს და ეს არ არის ხმების მომტანი გადაწყვეტილება. ეს არის ელემენტარულად ოპერატიული გადაწყვეტილება, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სასამართლომ. სასამართლომ მიიღო ეს არა ეგრევე, არამედ მიიღო მას შემდეგ, რაც რაღაცა გარკვეული მტკიცებულებები იქნა წარმოქმნილი, იყო შემთხვევები, როდესაც გიგი გულავასთან მიმართებაში არ იყო აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული პატიმრობა. ასე რომ მე ვთვლი, რომ ეს სავსებით ლოგიკურია, ნორმალურია და მორატორიუმი თავისთავად ერთის მხრივ თავისთავად არის ანომალიური ვითარება, როდესაც პოლიტიკურ ნებას ამჟღავნებს ხელისუფლება და არ მოუწოდებს სამართალდამცავებს გარკვეულწილად შეზღუდოს დევნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ჰქონდეს იმის საშუალება, რომ საერთოდ თავი აარიდოს დევნას. მხოლოდ ამ აუცილებლობით იყო განპირობებული ის შუამდგომლობა, რა შუამდგომლობად პროკურატურამ დააყენა. ეს არის ის სახსნა, რა ახსნა ჩვენ სამართალდამცავებისგან მოვისმენთ. დიდი მადლობა. მისაღებია თქვენთვის ეს. თუ კი სხვა გზა არ იყო, როდესაც ამბობს სახელისუფლებო ძალა, ბატონო პავლე. და წინა ხელისუფლებისთვის არ იყო უცხო, თქვენი ოპონენტები ამბობენ, არ იქნებოდა ისედაც პრობლემა, თუ კი საჭირო იყო საკუთარი ოპონენტის დაპატიმრება. მოგესალმებით ტელემაყურებელს, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ალბათ ერთ-ერთი თქვენ კაბატონენგა დიდი ხანია ჟურნალისტიკაში ხართ, ვერ გაიხსენებთ ერთ-ერთ შემთხვევას, როდესაც კანდიდატი ყოფილიყოს დაკავებული და ციხიდან აწარმოებდეს კამპანიას. დღეს ესეთი შემთხვევა გვაქვს. ხონში არის ეს. ერთხელ თუ არ ცდები, ოღონდ შევარდნაძის დროს თუ არ ცდები. გამო პერიოდში ესე ანუ ბოლო წლებში ესეთ რამე არ ხდება. დღეს ეს გვაქვს სახეზე. ხონში ჩვენი კანდიდატი არის დაკავებული და პირველი ტური მან ჩაატარა ციხიდან 53% აი. ხვალ არის მეორე ტურში. მე ხონელებს მოუწოდებ, კონკრეტულად ხონელებს მიმართავ, გამოდით და დაიცავით ამ ადამიანის თავისუფლება. გამოდით და დაიცავით თქვენი ხვალინდელი დღე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხონისთვისაც, იმერეთისთვისაც და საქართველოსისთვისაც. ეს ფაქტი დარჩება დღევანდელი ხელისუფლების სირცხვილად, რომ ადამიანი მეორე ტურში პირველ ტურში 53%-ს იღებს ციხიდან, მეორე ტურშია და მეორე ტურში გაიმარჯვებს აუცილებლად. ამაში ვარ დარწმუნებული. არ ახსოვს ისტორიას, რომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაეკავებინოთ არჩევნებამდე 8 დღით ადრე. ეს არის იმ გაუცხოების, შიშის, არ ვიცი, ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. ყველამ ძალიან კარგად იცის. ბავშვიც რო გააჩეროთ ქუჩაში, ნებისმიერი გეტყვით, რომ გიგი უგულავა დღეს არის პირადი პატიმარი ბატონი ივანიშვილის და პირადი მითითების გამო ზის ციხე. რატომ პირადი, რატომ მაინც და მაინც ივანიშვილის, რატომ გონია? ხა თუ ვინმეს გონია, რომ საქართველოში ვინმე სხვა მართავს პოლიტიკურ პროცესებს, რაიმე გადაწყვეტილება მიიღება ამ ადამიანის გარეშე, მე მგონი ცდება და ამასაც შევეგუეთ, საზოგადოება ამასაც შეეგუა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში
იყო საუბარი, რომ არაფორმალური მმართველობაა მთავარი პრობლემა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურას არაფორმალურად მართავენ ფარცხალაძის მეშვეობით, ვხედავთ, რომ მთავარი პირი ქვეყანაში არის აბსოლუტურად უსტატუსო ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სექტორშია და ეხლა ჟურნალისტიკაში აპირებს გადასვლას. ესეთი სიტუაცია გვაქვს, რეალობა ესა გვაქვს. ბატონი ზვიადი ადრე ამის წინააღმდეგ იბრძოდა, ეხლა შეეგუა. მესმის ეს მისი არჩევანია. ისე როგორც ეხლა მაგალითად არ მეგონა, რომ როდესმე ბატონი ზვიადი შეეგუებოდა იმას, რომ მისი პარტიის ლიდერს ამ შემთხვევაში უმრავლესობის ლიდერს ბატონ ვოლსკის ჰქონდა განცხადება, რომ კიტოვანს ძალიან დიდი დამსახურება აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს ადამიანი ჩამოდის და საერთოდ აქციებს მართავს. ბატონ კიტოვანი დაინტერესდეს მაინც ბატონ ზვიადი მისი კოლეგები საიდან აქვს ეს თანხები ბატონ კიტოვანს, როგორ ხსნის ის ოფისებს სხვადასხვა. მაგრამ ეს არ აინტერესებს ლევანდე ხელისუფლებას. დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც 80-მდე ფაქტი იყო, როდესაც ძალადობით მოახსნევენ ეს კანდიდატურა ადამიანს და ამის შემდეგ ვითომ შეისწავლა იუსტიციის სამინისტრომ და აღმოჩნდა, რომ იცი რა, არც ერთ შემთხვევაში არ აღმოჩნდა დარღვევები. ჩვენ გვაქვს ძალიან კომიკური ფაქტიც დომენტი ყოჩიაშვილის სოფელი მირზაანიდან, რომელსაც მიუვარდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სისხლის სამართლის საქმე რატო არ აღიძრათ ის ბატონი ზვიადი. იმიტომ რომ ამასო ტკივილი არ გამოუწევიაო, კი ცემესო, მაგრამ ტკივილი არ გამოუწევიაო და ამიტომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ფაქტი მარტვილში, სოფელ დოშაკეში თავდასხმაზე საარჩევნო უბანზე გახსოვთ ეს დილა დაიწყო ამით. საარჩევნო უბანზე იყო შეიარაღებული თავდასხმა და შეიარაღებული თავდასხმა, რომელზეც პასუხისმგებელი ვინ არის? ქართული ოცნების მეორე ნომერი, მისი ოჯახის წევრი არის, ერთ-ერთი თავდასხმელი, მეორე წევრი ასევე რესპუბლიკელების წარმომადგენელი ადგილზე. ამ ადამიანების მიმართ რა ხდება, იცით? 4000 ლარი არის გირაო შეფარდებული. და ხონში გამგებლის მიმართ, რომელსაც საერთოდ კრიმინალი არ აქვს რეალურად ჩადენილი, უკვე თვეები არის ის. აი იქიდან სისხლის სამართლის საქმე არ აღწევს, როდესაც თქვენ ამბობთ, ბატონო პავლე, მე არ ვიცი ალბათ თქვენი ოპონენტები თავის საქმეს გეტყვიან, ამ შემთხვევაში გამახსენდა იგივე ცნობილი ფილმი ნოემბრიდან ნოემბრამდე, სადაც პოლიტიკური ლიდერები იყვნენ დაუშვათ დადანაშაულებული ძალიან მძიმე საქმეებში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე ამ დადანაშაულების მიუხედავად მაინც არ აღწევს. ეს იყო იმ პოლიტიკური შეთანხმების, პოლიტიკური მორატორიუმის შედეგი. ამ შემთხვევაშიც მორატორიუმი გამოაცხადა ხელისუფლებას. მაგრამ როგორც კი შეხედეს, რომ პრობლემებია, როგორც შეხედეს, რომ მეორე ტურია თბილისში პრობლემა, სასწრაფოდ გადაწყვეტეს. მორატორიუმიც დაივიწყეს, ყველაფერი დაივიწყეს და სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გიგი უგულავა როგორღაც მოეცილებიათ ეკავ. არა მარტო გიგი უგულავას ოჯახის წევრები, ლელას მშობლების წინააღმდეგ ბრალდება არის, მისი ქვისლი ციხეშია, ეხლა დღეს წავიკითხე, რომ ლელას წინააღმდეგაც რაღაც საქმე მზადდება. რეალურია ეს, რომ გიგი უგულავას მეუღლის წინააღმდეგ მზადდება? აი თქვენ ხო წაიკითხეთ. არა, მე წავიკითხე ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოზე, მაგრამ არ ვიცი რა. მე ვფიქრობ რეალურია. რეალურია, ანუ თქვენ ელოდებით, რომ უგულავას მეუღლის წინააღმდეგ წინა პროცესზე პროკურატურამ მოითხოვა გირაოს სახით ჩადებული ბინის ჩამორთმევა გიგი უგულავასთვის, აქ რაზეა საუბარი, რომ მაქსიმალურად, ესე იგი, მძიმე მდგომარეობაში კედელთან მიაყენონ და მორალურად გატეხონ გიგი უგულავა. კი ბატონო, ბატონო ზვიად, მოდი დაგისვავთ კითხვას. მე არ ვიცი რამდენად რეალურია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ბატონი მიშა ამბობს, რომ მოლოდინი არის, რომ მისი მეუღლის წინააღმდეგაც. გიგი უგულავა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სულ გვესმის ამ დღეებში არის ივანიშვილის პირადი პატიმარი. რა სიტყვით თქვენ ყველას ახსოვს ის კადრები, მათ შორის არსებული დაპირისპირება, რომელიც იყო სახეზე კამერების წინ, იგივე ივანიშვილის მხრიდან ამ ადგილობრივი უკაცრავად აი ამ არჩევნების პირველი ტურის დროს გაკეთებული განცხადება, რომ ფაფარ აშლი ლომს შეადარა უგულავა. ანუ იყო თუ არა, შეიძლება თუ არა მაყურებელმა იფიქროს, რომ ეს იყო სწორედაც, რომ დიახ ივანიშვილის დაკვეთა. ვინაიდან ასეთი რიტორიკით საუბრობენ ჩემი კოლეგები, მეც ასე ვიტყვი, ბავშვიც რომ გააჩეროთ ქუჩაში და რო კითხოთ, ისიც არის დარწმუნებული, რომ გიგი უგულავას მიმართ რა ბრალდებებიც იყო, ეს ბრალდებები არის, ასე ვთქვათ, დამაჯერებელი. ამიტომ ამის საფუძველზეა. ბავშვაც ამის საფუძველზეა. არა, ალიკო, თუ არ შემოწყვეტინებ, ძალიან დამავალი. არაფერს არ ვეთანხმებოდი, რასაც ამბობდი, მაგრამ გისმენდი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვცეთ მაყურებელს პატივი. ჩვენი აზრები მივიდეს იქამდე. რა კითხვაც კი, რაც კიდე რა კითხვები, აი იმიტომ ვარ დინგასთან ახლა. დინგა მაინც არ მოგცემს საშუალებას, ყველაზე მწვავე კითხვები რო არ დაგვისვას. ამიტომ უპასუხოთ ამ კითხვებს. მე მინდა გითხრათ, რომ სასამართლო არსებობს ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი.
დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მე არ მეშინია ის რომ პროკურატურაზე არიან გაღიზიანებულები ახლა ჩვენი კოლეგები მე 1000-ჯერ მithქვამს და კიდევ თუ პროკურატურა არ არის საყვარელი ორგანო პროკურატურის ფუნქცია არის რომ ბრალი წარუდგინოს ეძებოს დამნაშავე კანონის ზედამხედველობა განახორციელოს შემდეგ სასამართლოში ესე იგი მოითხოვოს თავის მიერ დამტკიცებული პოზიციის ესე იგი დადასტურება სასამართლოს ხდას პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი ხშირ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან არ დასტურდება რაც ადასტურებს იმას რომ საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო ამბობენ რომ ცალკეულ მოსამართლეებს აქვს გადაცდომა თუ ცალკეულ მოსამართლეს აქვს გადაცდომა ამისთვისაც პალიკომ ჩემზე კარგად იცის თუ როგორი პროცედურებია და იქაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომელიც არის თუ ვინმე იტყვის რომ ახლა ქართული ოცნების იმითი არის რა ქვია მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული ახლა ეს იუსტიციის საბჭო ეს არის დიდი უსამართლობა ძალიან და არასწორი თავიდან ბოლომდე გეტყვით როგორ ჩატარდა არჩევნები და როგორი დაკომპლექტება მოხდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ყველამ ძალიან კარგად ვიცით ამიტომ რომელიმე მოსამართლეზე აქვს ვინმეს პრეტენზია ეგრე არის სადისციპლინო კომისია იუსტიციის უმაღლეს საბჭოა და გაარკვევენ სასამართლო და მე ვიცი რომ ეხა ბატონი პალიკო კი არა ბატონი კონსტანტინე გამოდის ხშირად და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აკეთებს განცხადებას რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი ამიტომ ეს თემები მოდი 53% ხონის დაპატიმრებული კანდიდატისაგან მე გეტყვით 53% შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე 53% იმიტომ აიღო სწორედ რომ დაპატიმრებულია მე გეუბნებით რომ იყო პრეცედენტი არ ყოფილა იყო მაგალითად რომ მისმა კანდიდატი იყო პრეცედენტი თქვენ მე მახსენეთ რომ ციხიდან ღებულობდა არა გამახსენდა იმიტომ გურამ აფსანძე იყო ესეთი რომელიც ესე იგი საპრეზიდენტოდ იყვდა და უპრეცედენტოდ მაღალი ხმები აიღო გურამ აფსანძემ რომელიც ისდა კამერაში და ეხლა გეტყვით რაშია საქმე დაპატიმრებული ადამიანი იწვევს თანაგრძნობას ეს 53% ამ პატიმრებულ ადამიანმა რო აიღო დარწმუნებული ვარ უფრო ნაკლებს აიღებ და გარეთ რო ყოფილიყო ამიტომ თუ თქვენ ამის ახსნა იმით გინდათ რომ აი დააპატიმრებს იმიტომ რომ ეშინოდათ რომ მოუგებდა პირიქით მოხდა ჩემი აზრით ჩემი გადასახედიდან რომ დაპატიმრებული ადამიანს ამ ბატონის დედა მოხუცი დადის და ხონში მოსახლეობას ეუბნება რომ ჩემი შვილი გამოვა თუ ხმას ვიცენ და ეს არის მომენტი რომელსაც ასე ვთქვათ ამ 53%-ს მოტანა შეუძლია მაგრამ ერთს გარწმუნებთ რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ეს ბატონი რომელზედაც თქვენ ამბობთ დააპატიმრებს სხვათა შორის სანამ კანდიდატი იქნებოდა ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენ არ ვიცი ეხლა პალკო ეგრე ყველაფრის შეიძლება კარგით ბატონო გამართლებს სასამართლო და გამოვა და თავის დედასთან იქნება ეს კაცი თუ მართალია პროცესი როცა ჩატარდება კარგით მე მინდა ბატონ მიხეილს მივცე სიტყვა შემდეგ ერთი პირდაპირ ჩართვა და ირაკლი ჩიქოვანი და პავლე კუბლაშვილი კომანზე მე გიპასუხოთ კი ბატონო კარგით ძანეთ ბატონო იცით რა მე არ მინდა აი ამ პოლიტიკურ ძიზგილაობაში შევიდე და რა თქმა უნდა ჩვენ ოპონენტებს ძალიან აწყობთ ასეთ თემებზე საუბარი და რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ დასაქმებაზე მედიკამენტების სურსათის თუ ბენზინის ფასის ზრდაზე პრობლემებზე რომელიც არის ქართულ ეკონომიკაში რომელიც არის მთავარი მიზეზი რატომაც იმედგაცრუება არის დღეს ოცნებაზე გვიწევს საუბარი ამ თემებზე მაგრამ ესეც არ არის პრობლემა ბატონ ზვიაც ეთყობა არ ახსოვს კარგად რომ ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის საბჭოს არჩევნები რომელიც ჩატარდა შეაფასა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები და თქვენ ამ იუსტიციის საბჭოზე ამბობთ ვისგან არის შემდგარიო და რაც შეეხება პარლამენტში ალბათ კარგად გახსოვთ რომ ოპოზიციის წარმოწარდგენილი კანდიდატურებს თქვენ მხარი არ დაუჭერეთ დღეს პარლამენტმა ისევე როგორც ტელევიზიის საბჭოზე ბორდში არ აყავს ოპოზიციის კანდიდატი ასევე არ აყავს იუსტიციის საბჭოში კანდიდატი იმიტომ რომ ეს არის თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ოპოზიციას არ ყავდეს კანდიდატი და ეს არ არის პრობლემა გქონდეთ ეს იუსტიციის საბჭო ეგრეა ზუსტად ზუსტად ჩემთან გადაამოწმე უფრო ვიცი რაც შეეხება მოსამართლესთან დაკავშირებით არის ასეთი ინფორმაცია ინგა რომ პროკურატურა ელოდებოდა შეგნებულად ამ მოსამართლეს რომელმაც გიგის მიუსაჯა რომელსაც მანამდე გიორგი ღონიაშვილისთვის ჰქონდა ახლო ღონისძიება ჩატარდა ოპერაცია მე მაქვს სარწმუნო წყაროდგან ინფორმაცია და შემიძლია ეს მე მოუყვები სადაც დააინტერესებს რომ სპეციალურად იყო მოწყობილი ისე რომ სწორედ ამ მოსამართლეს შესახებ რატომ ეს მოსამართლე თქვენ ამტკიცებთ არის კონტროლირებადი მე არ ვამტკიცებ მე მაქვს ინფორმაცია ინგა რომ ეს იყო მოსამართლე რომელიც მზად იყო მიიღო ეს გადაწყვეტილება რატომ იმიტომ რომ მანამდე ინგა სააპელაციო სასამართლომ ერთ დღეში ორი ურთიერთ გამომრიცხავი გადაწყვეტილება გამოიტანა ერთი მხრივ სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ ის რომ გიგი უგულავას პასპორტი არ ჩამოართვეს და მიეცა საშუალება რომ გადაელახა საზღვარი იყო კანონიერი და სწორი არ გაასაჭირა და მეორე მხრივ განუხილველად დატოვა მოსამართლემ აი ამ გოგინაშვილის გადაწყვეტილება
ანუ გასთან გვაქვს საქმე ერთი მხრივ რატომ რას ფიქრობთ რომ ეშინოდა თუ კი დაუშვათ თქვენ ამბობთ რომ ხელისუფლების დირექტივით მოხდა მისი დაპატიმრება ხელისუფლებას ეშინოდა უგულავას გარეთ ხელისუფლება ვერ აძლევს პულს უნდა მიცეს სანახაობა მუშაობს ძალიან ცოტა ხნით საარჩევნო კამპანიისთვის ჩვენ 8 დღე ჰქონდა და ძალიან ძნელია გადაეწყო მით უმეტეს ხა გიგის თქვენ კარგად იცნობთ და გიგი არ არის მარტო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ის სული და გული იყო ჩვენი ოფისის როცა ის გადმოვიდა მერიიდან და ძალიან რთული იყო რა მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ დაგარტყათ ამან მორალურად მე შემიძლია გითხრათ რომ პირადად მე სხვა ჩვენს არა ვარ არ განვეკუთვნები სენტიმენტალურ ადამიანს და 20 წელია პოლიტიკაში ვარ მაგრამ საკმაოდ მძიმედ გადავიტან პარტია წელში ვერ გატეხავს ამ პარტიას მოვლენ ჩვენი მხარდამჭერები მოვლენ ხონში მოვლენ ბათუმში მოვლენ თერჯოლაში აუცილებლად მოვლენ რუსთავში და ჩვენ მივიღებთ ჩვენ მხარდამჭერებს თელავში ყვარელში იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ხო როგორი განწყობა იყო რომ ეს არის 6%-იანი პარტია აი კარგით ვიზეც გველაპარაკებით რეალურად გამოჩნდა რა პარტია არის ნაციონალური მოძრაობა და რეალურად გამოჩნდა ის რომ არჩევნებზე მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას პრაგმატულად თუ რა უნდა მას და არა უბრალოდ რომ აი რა კარგები იყვნენ ესენი 2 წლის წინ და ეხლა ისევ დავუჭეროთ ხარ. მოდით ირაკლი ჩიქოვას მოусმინოთ პავლე კუბლაშვილს და შემდეგ პირდაპირ ეთერში გვექნება კახა ბენდუქიძის ჩართვა რომელსაც მე დაუცვა ორიოდე შეკითხვა სავარაუდო დაპატიმრებების ტალღას თუ ელოდება დაუშვათ ბატონი ბენდუქიძე იგი იყო ერთ-ერთი რომელსაც უკვე პროკურატურის მხრიდან ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები მანამდე ირაკლი ჩიქოვანი და პავლე კუბლაშვილი ანუ ეს მოხდა სპეციალურად დაუშვათ რომ ნაციონალურ მოძრაობაში ერთგვარი დისონანსი ყოფილიყო. მათ ყავთ თავისი მხარდამჭერები ბატონო ირაკლი და მე მაინტერესებს რა სიტყვით თქვენ გიგი უგულავას წინააღმდეგ იყო აღძრული მანამდეც საქმე და ალბათ ეს საქმეები მომავალშიც გაგრძელდება განხილვა. 8 დღით ადრე რა აუცილებლობა იყო და რითი ადასტურებთ რომ იგი მიდიოდა იმიტომ რომ შეგახსენებთ უგულავამ რამდენჯერმე დატოვა არა ერთხელ 18 ჯერ ქვეყანა და იგი უკან დაბრუნდა. ვიდრე თქვენ შეკითხვაზე გიპასუხებთ, უბრალოდ მინდა გავხმაურო რომ იმაზე რაც იყო საუბარი. რეალობა არის შემდეგი. დღეს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ წარმოადგინონ თავიანთი სიძლიერე, ეს ცოტა არ იყოს კომიკურია და რო საუბრობენ გამარჯვებაზე. გამარჯვება არის ის რომ დღეს ქართველმა ხალხმა დაინახა წმენა საკუთარ არჩევანში. ქართველმა ხალხმა დაიბრუნა წმენა არჩევნებში. ეს არის მონაპოვარი. მაგრამ გამოხატული მხარდაჭერა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს, კატასტროფულად ეცემა. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მათ. ეს იქნება და ყოველთვის იქნება. მე შემიძლია გითხრათ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, რომლის წამსაც არ ვიზიარებს, საერთოდ არ ვიზიარებ მათ ხედვებს, არ ვიზიარებ მათ პოლიტიკური ლიდერების წარმოდგენას, მაგრამ გარკვეული მხარდაჭერა აქვს და ეს ყოველთვის იქნება. რაზეა საუბარი? მაგრამ თემა იმაში მდგომარეობს, რომ ის არგუმენტები რა არგუმენტებზეც ისინი ამყარებენ საკუთარ მომავალს, მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურია, არარეალურია და მეორე არადაჯერებადია. ბევრი მოგვისმენია ესეთი 9 წლის განმავლობაში. ბევრი გაგვივლია ესეთი და ბევრი გვინახავს დანაბარები, რომელიც არ შესრულებულა. რაც შეეხება 8 დღით ადრე. 8 დღით ადრე გიგი უგულავას დაპატიმრება ეს არ არის რაღაცა აუცილებლობა და მე საერთოდ მგონია რომ გარკვეულწილად თვითონ შეკითხვაც კი რაღაცა ჩვენს მიმართ პოლიტიკოსების მიმართ არასწორი იქნება იმიტომ რომ მე არ ვიცი საინტერესოა ივანიშვილი რომ დაგისვათ მე თავისი გადაცემიდან შეკითხვას არა ზუსტად ანალოგიურად უპასუხებ და თუ მექნება ასე თქვა შესაძლებლობა მის გადაცემაში მასთან პოლემიკის გამოცდილება გარკვეული გვაქვს და მე მინდა გითხრათ რომ საკმაოდ საინტერესო საპოლემიკო ადამიანია მაგრამ ეს აუცილებლობა გამოწვეული იყო არა იმით რომ სიტყვაზე ვიღაცამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო მხოლოდ იმით რომ ამ ადამიანმა ეს მოინდომა და განიზრახა ესი ამბობს სასამართლო ამას მე არ ვამტკიცებს ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქვე მინდა დავაზუსტო ერთი რაღაცა რომ ბევრი რაღაცის ხმა შეიძლება რომ მე მაქვს ინფორმაცია იყო ესე მაგრამ ერთი რაღაცა ის არგუმენტი რომ გიგი უგულავა ადრე წასული იყო და მე შემოbrunებული იყო მე არგუმენტად არ მიმაჩნია იმიტომ რომ ყველაფერი ეს ერთნაირად არ ვითარდება და მეორე ის ადამიანები რომლებიც ამასაც საუბრობენ მე მათი არ მჯერა
ესე არ გჯერათ ანუ ბატონო არა, ბევრი რაღაცას არ მჯერა, ბევრი რაღაცაში ჯერა და ჩვენ მქონია ბევრი საქმიანი პოლემიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მჯერა, იმიტომ რომ ვთვლი რომ ისინი არიან ძალიან კონკრეტულად მიკერძოებულები ამ სიტუაციაში და მესმის რატომაც არიან. პრობლემა არ არის. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს ეს მოსამართლე თურმე რაღაცა ისინი ჩატარებულა манипуляციები რითიცად და ბატონი მიხეილი საუბრობს რომ მას აქვს ინფორმაცია. მე იცით აი ამ პრეფიქსით რამდენი რაღაცის თქმა შემიძლია, რომ მე მაქვს ინფორმაცია და ბევრი ინფორმაცია რომ უგულავას ძროზე შეიძლება არ მაქვს არანაირი ინფორმაცია არ მაქვს საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით და საერთოდ არ მაინტერესებს რა სამართლებრივ დენობას ვის წინააღმდეგ აწარმოებს პროკურატურა მე არ მაქვს ეს ინფორმაცია და არც ვინტერესდები ამით ვინტერესდები მხოლოდ იმ შემთხვევაში და მაინტერესებს როდესაც ეს იწვევს გარკვეულ საზოგადოებრივ ინტერესს და ამიტომ მე ვერ ვიჭორავებ იმ თემაზე რაც არ იცი და რაც არ არის სიტყვაზე რეალურად დადასტურებული აქვე მინდა დავაზუსტო ერთი რაღაცა თუ ამ მოსამართლის მიმართ არის რაღაც გარკვეული პრეტენზიები და სასამართლოს მიმართ არის გარკვეული პრეტენზიები, როგორც მინიმუმ უხერხულია. კარგია, სწორია, გეთახმებით. როგორც მინიმუმ, როგორც მინიმუმ უხერხულია ერთი გვარის წარმომადგენელი ორი ადამიანის სხვადასხვა ლაპარაკობდეს სასამართლოს. შეიძლება გისმენთ. რატო უხერხული ორი მეტავარიანი სხვადასხვა ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან ნორმალური იყო მე. ეს აღარ მოწოდა სასამართლოს გულისხმობ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განცხადებები. უზენაესი სასამართლოს გასაგებია ბატონი კოტე კუბლაშვილი და ბატონი არა, ეს ისე თავის აზრია. ოღონდ უფრო რადიკალურია ვიდრე მე. ბატონი აკეთებს ეხა გონია რომ რაღაცა ახმოჩენა გააკეთა ესეთი და არ ვეძებ აღმოჩენა. რაც შემიძლია არა, ჩემი დაგვიანებული რეაქცია იყო უკაცრავად. ესე იგი რაც შემიძლია გითხრათ არის ის რომ დააკვირდა ამოწიეთ ნებისმიერი ჩემი ინტერვიუ იქნება, კომენტარი იქნება არასდროს სასამართლოზე არ ვსაუბრობ კონკრეტულ მოსამართლეზე, არ ვსაუბრობ ამ გადაწყვეტილებებზე, იმიტომ რომ იმაშინია რომ ჩემი მხრიდან ეს ხონერად ჩანს. თქვენ კი გაქვთ ცდილობები სხვადასხვა რომ აი რაღაცნაირად მიაწეფოთ ეს ყველაფერი, აი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით პრემიერს უნდა ენაზე ადგას რა, როგორღაც უნდა თქვა, თავს იკავებს ხოლმე რაღაც. არ აქვს ამას მნიშვნელობა. მე გეტყვით იმ საკითხზე, რაზეც შემიძლია უფრო მეტი ვისაუბრო. გეტყვით პროკურატურას, ბატონი ზვიადი ბრძანებდა რომ პროკურატურა ბუას წარმოუდგენია. ბუა კი არ არის, ბატონო ზვიადი. ბუა არის პროკურატურა იმ შემთხვევაში, როდესაც თათუხაშვილის შემთხვევა არის, როდესაც საქართველოს თავდაცვის ოფიცერი არის გატაცებული ნაწამები გარდაცვლილი და ამას არ იძიებს პროკურატურა და უფრო მეტიც ამ საქმეში პირდაპირ მონაწილეობდა პროკურატურა და პროკურატურის ის პირები რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ დაკითხულიც კი არ არიან. აი ეს არის პრობლემა. უარი, იმიტომ რომ 25 არხის დირექტორი ტელეკომპანიის როცა აცხადებს რომ მე პირადად ბოდიში ამ სიტყვაზე მაკაჩავებდა ბატონი ბადაშვილი დღევანდელი მთავარი პროკურორი ამაზე 4 თვე არის ხმას არ იღებთ. არავინ არაფერს არ ამბობს. ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმე მთავარი პროკურორის მიმართ არის ბრალდება რომელიც პირდაპირ ეთერში გაისმა. ზიხართ და ასე ამბობთ რომ არაფერი რა მოხდა ეხლა მე თქვენ არ მოგისმენიათ არანაირი ბრალდება თქვენს დროს მომისმენია თურამე მომისმენია და თურამე არ გაკეთებულა ეგ იყო ჩვენი შეცდომა და ეხლა ვინც არის პასუხისმგებელი იმათ მიმართავ და ბატონ ზვიადსაც მაგიტომ მიმართავ რატო არის ბუაო იმიტომ არის ბატონ ზვიად რომ თათუხაშვილის შემთხვევა ბადაშვილის ესეთი ზეწოლების შემთხვევა ძალიან ბევრი მოწმეები არ გინახავთ რომელსაც როცა ვიდრე შევიდოდნენ ვიდრე შევიდოდნენ დავასრულო ბატონი თეთრადი სასამართლოშია დავასრულებ დადგა ეგ უნდა ზუსტად რომ გადავიდეთ სხვა თემაზე დავასრულებ ჩემს საუბარს იმ მოწმეების საკითხს რომ ასევე თუ მოიკითხავთ კარგი იქნება ბატონო ირაკლი ვიდრე მიდიოდნენ პრესკონფერენციაზე მანამდე გზიდან რომ აყავდათ მოწმეების მოპარვა გახდა დღევანდელი პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი იარაღი და საპროცესო მოქმედება რაზე ვლაპარაკობთ რომელ პროკურატურაზე ვსაუბრობთ ამიტომ ასეთ შემთხვევაში პროკურატურის მიმართ დობა რო არ იქნება, ეგ თქვენს ძალიან კარგად. დიდი მადლობა. ბატონ ირაკლი საუბრობდა ამაზე უნდა ვთქვა ორი წუთი. მოგეძანე და კახა ბენდუქიძეს თავ პირდაპირ ეთერში. ბევრი წაიღო ბატონ ირაკლი. არა, ჩვენ გვაქვს კიდევ დრო, ნახევარი საათი გვაქვს. ხარდაჭერა ეცემაო და ეს გამოაჩინა არჩევნებმა. ბატონ ირაკლი ალბათ ქართული ოცნების ხარდაჭერაზე საუბრობა, იმიტომ რომ ამ არჩევნებმა თუ რამე გამოაჩინა, იყო ის, რომ ქართული ოცნება ჩამოვიდა 60%-იანი რეიტინგი და 41-ზე. და ეს არის მისი თავარი პრობლემა და ეხა თითის გამოშვერა აქეთ რომ ნაციონალური მოძრაობა 5% იქნება 6-ო რამდენიც არის კი ნახეთ ბატონო ირაკლი და იმედი მაქვს რომ მეორე ტურში სხვაგანაც ნახავთ ბატონი ზვიადის გამოსვლა იმასთან დაკავშირებით რომ აი ხონში 53% იმიტომ მიიღო რომ დაკავებულიაო და ეხა მადლობა უნდა გადაუხადოთ რომ ირეკაი რომ დააკავეთ ამიტომ ეს არის ეს ადამიანი არის დაკავებული აბსოლუტურად უსუსური ბრალდებით თქვენც ძალიან კარგად იცით 12000 ლარი შეშის დარიგებას ედავებიან ადამიანს
თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ამ პროკურატურას დეკლარირებული აქვს, რომ ესეთ დანაშაულებებზე გირაოსაც კი არ ვითხოვთო და ამ შემთხვევაში პატიმრობა მოითხოვეს და თვეებია უკვე პატიმრობაში ყავთ. ამიტომ წააგებთ ხონს და ამიტომ იქნება ეს მოსახლეობის ნახოთ, ხვალინდელი დღე ალბათ ბევრ ამას გასცემს პასუხს პრემიერის მიერ დაანონსებული პროცესი, რომ კოაბიტაციის პროცესი დასრულდება, როგორც კი დასრულდება არჩევნების მეორე ტური. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახალ ტალღას უნდა ველოდო დაჭერების კახა ბენდუქიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. მე მაინტერესებს თქვენეული შეფასება დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების. ელოდებით თუ არა პირადად თქვენ რომ აგორდება ახალი ტალღა დაჭერების, ან უпростоრედ გაგრძელდება 8 დღის წინ მოხდა სწორედ უგულავას დაპატიმრება. რა სიტყვით? მინდა მოგახსენოთ პირველი რაც შეეხება კოაბიტაციას, რომ კოაბიტაციამ სიტყვის კლასიკური გაგებით, საფრანგული მოდელიდან გამომდინარე საცხობრივი მოსყოვის არის თანაარსებობა პრეზიდენტისა და პრემიერის. ამიტომ რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი და გაუგებარია, თუ ის გულისხმობდა პრეზიდენტთან თანაარსებობის შეწყვეტას, საინტერესო კომპოზიცია იქნება ალბათ. თუ გულისხმობდა იმას, რომ ამ არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებას ხელი ექნება გახსნილი, თუ მთავრობას ექნება ხელი გახსნილი და შესაძლებს რომ ტერორი გააღვივოს, ეს მაშინ ეს უფრო რეალისტურად მეჩვენება ცხადია. და მე მგონია რომ მართლა მოხდება გარკვეული გამწვავება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. არ ამგონია რომ პირდაპირ ახლა მოხდეს, მაგრამ ალბათ სექტემბერი-ოქტომბერი უკვე ესეთი რაღაცები იქნება, იმიტომ რომ სექტემბერ-ოქტომბერში გაჩნდება მოთხოვნილება რომ რაღაცა სანახაობრივი შეიქმნას. ახლა აგვისტოში გაკეთებულია არაფერს არ მოგცემს ალბათ და შესაბამისი მოქმედებები სამართალდამცავების იქნება ჩატარებული, მაგრამ მე მგონია რომ ეს იქნება ბოლო ესეთი ტალღა, იმიტომ რომ ჩემი საზრით ის ბაზა ფართო ხარდაჭერისა, რომელიც ჰქონდა დღევანდელ მთავრობას, მისი ეროზია ხდება ძალიან სწრაფად და გასაგებია, რომ შემდეგი წლისთვის უკვე ის იქნება ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა იქნება, დომინანტი ვეღარ იქნება ვერანაირ შემთხვევაში. ეხლა მეორე ნაწილია, რომ რატო გეთდება ეს? ხო, ეს იმიტომ გეთდება, რომ ჩემი საზრით აქ ორი შინაარსი აქვს. პირველი შინაარსი არის იმაში, რომ ეს არის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უნდა განადგურდეს ნებისმიერი ოპოზიციური ძლიერი დამოუკიდებელი, მე საერთოდ არა ოპოზიციური, დამოუკიდებელი აზრის წყარო. არ უნდა იყოს არავინ, ვინც არ იქნება კოჰერენტული და დამორჩილებული მთავრობის ასე ვთქვათ, სურვილებს თუ მიზნებს, ეს ერთი და მეორე, იმიტომ რომ აი ამას ლაპარაკი იყო თქვენთან სტუდიაში, რომ ჩემი საერთოდ სიტუაცია ეკონომიკაში არ არის სახარბიელო, არ არის სახარბიელო მთავრობის შესწავლების გამო, ჩემის ღრმა რწმენით და არა მარტო ჩემი რწმენით, სოფლიოს ყველა ქვეყნის გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის წარმოდგენა რა არის ეკონომიკური ზრდის წყარო და როგორ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა არის მცდარი. ეხლა არ ვიცი რამდენად ამ გადაცემის შინაარსი უნდა იყოს სწორედ ეს საკითხი, მაგრამ ამაზე შეიძლება სხვა დროს ვიმჟელოთ. და აი ამ ეკონომიკური წარუმატებლობის გადასაფარად იმისათვის რომ გადავიდეს ყურადღება შეუსწრებელი დაპირებებიდან ასე ვთქვათ შესრულებულ სასჯელებზე, აი ამის გამო ტარდება ეს მეორე მიზეზია, ტარდება ეს ღონისძიებები, რაც ტარდება. და რაც შეეხება უგულავას, რატომ მაინც და მაინც ეხლა როგორ ფიქრობთ? მესმის ამბობთ, რომ გადასაფარად გაგრძელდება დაუშვა თქვენი მოსაზრება არის ასეთი ეს და უგულავას შემთხვევას როგორ შეაფასებდით, ბატონო კახა? რა იცით რომ ჯერთ ჩემი საერთოდ ძალიან ჩემ ყურზე მეცა უსიამოვნოთ ბატონი ზვიადის ნათქვამი, რომ ბავშვმაც იცის რომ ეს სამართლიანი როის დანაშაულებით ჩაიდნენ. ხა მე არ ვიცი ბავშვებმა რა იციან, მე ვიცი რომ როცა ბავშვი ვიყავი სხვა რაღაცა მეგონა, დღეს სხვა რაღაცა მგონია და საერთოდ ასე ვთქვათ ვოქს პოპულისტთან მიმართ, ხალხის აზრთან მიმართ რო ლაპარაკი არის დანაშაულებზე, ცოტა არ იყოს და უცნაურია უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს წევრისაგან, იმიტომ რომ ჩემი საერთოდ აქ სასამართლო უნდა მიყოს ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში. ეს ერთი, მეორე გასაგებია რომ არსებობს სხვა ფორმატი. ამ შემთხვევაში ეს ფორმატი იყო ისეთი, ვითომ ლაპარაკი იყო, აი რაც მე არ მომეწონა ძალიან, მე არავითარი წინააღმდეგობა შეიძლება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს სასამართლო პროცესი რაღაცა სამართალდამცავებთან დაკავშირებით. ეს ნორმალურია,
სამართლობა ამაში მდგომარეობს და ამაზე ალბათ ვერავინ ვერ იკამათებდა რომ არ შეიძლება ვიღაც ადამიანის გასამართლება, იმიტომ რომ კარგი ადამიანია თუ კარგი გააკეთა თუ ლამაზად გამოიყურება თუ რაღაც ასეთი. მაგრამ როდესაც ლაპარაკი იმაზე რომ ადამიანი რომელიც ეკონომიკურ დანაშაულებზე არის ზოგადად სასამართლო პროცესი დაწყებული, რომ მას ასე ვთქვათ ხელმოკლებს ადებენ ისე როგორც ეს უნდა მოხდეს, თუმცა არ დავუშვათ აი გამოუპოტრებელი ან მკვლელი რომ დაიჭირონ, რომელიც მირბის და უცბად დაეწიან დაიჭირენ. აი ეს ცოტა არ იყოს და საცილოდ გამოიყურება, საჭიროა რომ არ იყოს. აი ეს ნამდვილად ესეა. ეს იმიტომ კი არა ეს ლაპარაკი არის უგულავაზი თუ ვიღაცას და უგულავა ჩემი მეგობარია და მე ამიტომ ამას ლაპარაკობ. ეს ყველა შემთხვევაში ამის გაკეთება არის ჩემი სასაცილო. და თუ არსებობს კონკრეტული ბრალდებები ადამიანის მიმართ, მას რა უნდა? ბრალდებები არსებობს და ამიტომ სასამართლო არსებობს. ხო, ამ ბრალდებების შედეგად ამ ადამიანმა საკადრისი ვთქვათ მიიღოს თავისი დანაშაულის და შესაბამისი, ხო? თუ საჭიროა ჯარიმა, თუ საჭიროა ციხე და ასე შემდეგ. ამისთვის არსებობს სასამართლო. აი წინასწარი პატიმრობის და წინასწარი დაპატიმრების ასეთი ჭარბი გამოყენება ცოტა არ იყოს, მე მგონი არ შვენის ზოგადად ჩვენს სამართლებრივ სიტუაციას. ბატონო კახა, თორემ ჩვენ ვიცით რომ ბევრ ქვეყანაში იყო სასამართლო პროცესები ქვეყნის ხელმძღვანელების წინააღმდეგ, საფრანგეთში მაგალითად ეხლა არის სასამართლო პროცესი სარკოზის წინააღმდეგ, იყო სასამართლო პროცესი შირაკის წინააღმდეგ, მაგრამ არავის არ მოსვლია თავში მას ვქვათ აზრი რომ შირაკი დაეპატიმრებინათ, ჩაესვათ წინასწარი პატრონობის რეჟიმში, მოეთავსებინათ და მე ერთი წლის განმავლობაში სასამართლო პროცესი წასულიყო. ამაზე არავის არ ქონდა აზრი, იგივე არის სარკოზის შემთხვევაშიც ახლა, ხო, არავის არ მოსვლია თავში რომ სარკოზი ახლა 2 თვით ჩასვან რომ ამან გაარბილოს სასამართლო პროცესის გამოძიების წარმოება, ხო? ეს არის აბსოლუტურად ჭარბი და ჩემი საით ეს არის ის რაც აძლევს საშუალებას არა მარტო იმ ხალხს ვისაც საქართველოში არ მოწონს, არამედ საქართველოს გაერთიანებას არ მოწონს, რომ თქვა რომ ეს არის აშკარად პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური პროცესის ნაწილია. ბატონო კახა და კიდევ ერთი და უნდა დაგემშვიდობოთ, არსებობს მოსაზრება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გაგრძელება ექნება ამ დაჭერებს და სავარაუდოდ მე უბრალოდ ვერსიების დონეზე ჩამოვთვლი, არის საუბარი იგივე გიგაბოკერიაზე, რომელზეც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება უშიშროების საბჭოსა და იქ დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით. არის საუბარი სხვადასხვა ლიდერებზე, მათ შორის ხართ ერთ-ერთი თქვენ, ვისაც ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე პროკურატურამ, უпростоრად საგამოძიებო ორგანომ შეუქმნა პრობლემები. ელოდებით თუ არა რომ შესაძლებელია ეს თქვენ შეგეხოთ ეს პროცესი? მე არასოდეს არაფერს არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ცხოვრება ისე არის მოწყობილი, რომ წინასწარ არ იცი რა მოხდება. მინდა გითხრათ რომ აი უგულავას მაგალითზე კი ბოკერიას მაგალითზე მინდა გითხრათ რომ ეს უბრალოდ ჩემთვის იქნება აი უბრალოდ ძალიან სამარცხვინო თუ ეს მართლა მოხდა, იმიტომ რომ კარგი იქნება რომ ამ საქმის შინაარსის განხილვა მოაწყოთ პირდაპირ ეთერში თუ ეს რაღაც გამოძიების საიდუმლოებას არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ უმსგავსობა, რაზეც არის ეს საქმე აღძრული. არანაკლი უმსგავსობაა ჩვენი საქმეც, სადაც მე დამნაშავე არ არსებობს, უბრალოდ გამოძიება მინარევებს და გამოძიების სტრუქტურა ისე არის მოწყობილი, რომ ცდილობენ რამე მაინც იპოვენ ჩვენთან დაკავშირებული. ანუ ის საქმე, რომელიც აღძრული იყო, გამოყენებული იყო როგორც საბაბი, იმისათვის რომ საშუალება ყოფილიყო ნებისმიერი დოკუმენტის გამოთხოვისა და ნებისმიერი პროცესის შესწავლისა და ხა მინარევებს გამოძიება, რამე უპოვონ ბენდუხიძეს არასდროს გაკეთებული. ჩემი საით ეს არანაირად არ ადგება, იმიტომ კი არის მე მეხება. ასეთი პროცესები არ ადგება, გინდა ამას ვინ აკეთებს, ჩემი ამხანა გაკეთებს, ჩემი მტერი აკეთებს, არ ადგება ჩვენ სახელმწიფოს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ამას გადავლახავთ და ყველა ვინც დღეს უსამართლობაში ჩადის, ის იქნება დაჟილი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ეს იყო კახა ბენდუხიძე, მასე ისევ მე ვბრუნდები სტუდიაში, ოდნავ მოგვიანებით ჩვენ გვექნება ჩართვა ქართული ოცნების ოფისიდან, თუმცა მანამდე სტუდიაში განვაგრძობთ პოლემიკას რაღაცის თქმა გსურთ. კი, მინდა ახლა ბატონი კახა პატივი დამდო და გამომეხმაურა. ბავშვმაც კი იცის ტერმინთან და მე უბრალოდ მას მინდა უთხრა რომ ბავშვმაც კი იცის, სადაც ჩემმა კოლეგებმა რო ახსენეს ბევრჯერ როგორც რაღაცა ასე ვთქვათ დამაჯერებლობის მომტანი ფრაზა, მე უბრალოდ უპასუხე რიტორიკული ხერხი იყო, არაფერი სხვა მოსაზრება აქ არ მქონია. ეკონომიკასთან დაკავშირებით ბატონი კახა აბძანებდა რომ ეკონომიკა საქართველოში წარუმატებელია და ასე შემდეგ. ბატონმა კახამ ყველაზე კარგად იცის რომ საქართველოში ეკონომიკა როგორც ასეთი არ არსებობდა. ეს იცის ამ კაცმა ყველაზე კარგად და შეუძლებელიც იყო რომ არსებულიყო
არ არსებობდა თქვენს მოსვლამდე ხელისუფლებაში. როდესაც ახლა საბიუჯეტო ინვესტიციების ხარჯზე აკეთებ რაღაცას, როდესაც გინდა რომ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც გაყიდვებით შემოიტანო ბიუჯეტში ფული, როდესაც ბიზნესს ატერორებ, როდესაც წილების გადაფორმება ასობით ბიზნესმენისგან ხდება სახელმწიფოზე, როდესაც საერთაშორისო დონის ბიზნესმენებს აპატიმრებ როგორც ბოლო კრიმინალებს ქვეყანაში, როდესაც რა ვიცი, აი რომელი ერთი გითხრათ, სოფლის მეურნეობასთან ამ ბატონის დამოკიდებულება კარგად გვესმის, მისი მთავარი რჩევა იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სოფლის მეურნეობა ეს არ არის და არაფერი სიკეთის მომტანი ეკონომიკური დაუშვათ რაღაცების თვალსაზრისით, ამიტომ იყო ეს ჩაქცეული ეს სოფლის მეურნეობა და გაუბედურება რომელიც ეს იყო ძირითადი რომ ვერ გახდება ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ სოფლის მეურნეობაში არის მილიონამდე კაცი მიმაგრებული იმ მიწაზე და იმ ყურძენით, იმ ვაშლით, იმ ციტრუსით, ის ადამიანები ცხოვრობენ და როცა ხელს არ უწყობ ამას, იმ ადამიანებს წირავ უბედური ცხოვრებისათვის და ეს იყო ის პოლიტიკა, რომელსაც ბატონი კახა ხელმძღვანელობდა ვენახის გაჩეხვაში ჰექტარში 2000 ლარს უხდიდნენ. 2000 არა. რა არ მინდა კაცო, პრეზიდენტის ადგენილებები არსებობს ვენახის გაჩეხვასთან დაკავშირებით. კი, სამთავრობო ადგენილებები არსებობს 2005-ის 2006 წლის რა. თქვენ ძალიან კარგად ეხლა ძალიან კარგი მომისვინეთ ეხლა ერთი რამ მინდა კიდევ თქვა და ინგა მე ამის შემდეგ ახლა ბედუქის შექმნა ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი, სადაც ზრდის ადამიანები. ეხლა უნივერსიტეტის შექმნა სფარამია და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოყალიბება სფარამია. ერთი რამ მინდა კიდე ესე იგი ბატონო მაჭავარიანმა ესე სხვათა შორის თქვა რომ აი წარუმატებლები არიან. აი მე ამაზე მე უნდა დაგისვათ კითხვა. დაპირებებზე და თქვენს წარმატებებზე. ამაზე უნდა დაგისვათ მე მინდა და პროკურატურაზე ვიტყვი ახლა რა. ესე იგი როდესაც პრეტენზიები აქვს პროკურატურაზე ჩვენს კოლეგებს. ეხლა პრეტენზიაც არის და პრეტენზიაც ისეთმა დალამ და ისეთმა ხალხმა უნდა გითხრას პრეტენზია, რომელსაც ადეიშვილის პროკურატურის შემქმნელი არ უნდა იყოს. მაცალე თალიკო არ შეამოვნებს ასაცამო, მაგრამ მომისვინე პროკურატურა იყო არა მარტო როგორ არა მაქვს სათქმელი, როგორ არა მაქვს. მე რატომ ამბობ ეს თათუხაშვილის სიკვდილზე ამბობთ რომ თათუხაშვილის სიკვდილზე პროკურატურამ გამოგიქვეყნათ. რა გამომიქვეყნათ? გისოსებში გაძვრა, გისოსებში გაძვრა ისე გაიპარა. ესე იგი სისხლია ბატონზე, კიდე რომ მაგას ამართლებს. თურმე ეს საწყალი بيجي ღამის 2 საათზე რომელსაც დევნიდან რაღაცა წავიდა და ღამის ბავშვი და ვითომ გისოსებში რომ გაძვრა ისე რომ გაიპარა. მოგიტანეს ეს მასალები ყველაფერი, მაგრამ არ გინდათ რომ გაიგოთ და როგორ გააგებინებთ. იმ პროკურატურის შემქმნელები ხალხო, რომლებიც მშენებლობიდან დაწყებული ყველაფერს ადეიშვილს აკონტროლებინებდით, სად რომელი შენობა უნდა აშენებულიყო, რომელ რაიონში და ამაზე ლაპარაკობთ ეხლა. თქვენს ხელისუფლების პირობებში ბეტონს მოაბამდნენ, კაც ბეტონის ნატეხს ფეხზე, შუა ზღვაში გაიყვანდნენ, ტყვია შუბში კრავდნენ, ჩაძირავდნენ და ესეთი ამბები ხდებოდა. რა ლაპარაკობთ ეხლა რა? მსგავსი ქმედებები ყველა უნდა იყოს დასჯილი. გამარჯობა. ოღონდ ეხლა თქვენს უნდა თქვათ რომ თათუხაშვილის საქმეზე ბოლომდე უნდა მიხვიდეთ. მოწმეების გადაცემა არ არის საპროცესო მოქმედება. ეგად გახსოვს ეს პერიოდი? კი, როგორ არა? 90 წლები გახსოვს? მე მეკითხები მახსოვს თუ არა? კი მახსოვს. თუ ეს დანაშაული დაედენენ. ვინც ხურეთდა? იმ ძალას წარმოადგენდი შენ მაშინ? არა, მე არ წარმოადგენდი იმ ძალას. მე ის არის ეხლა ბატონზე. არა, ეხო არ მithქვა. იმ ძალას წარმოადგენდა ეხლა პატარა რეპლიკა უნდა და შემდეგ ბატონ პავლეს და თქვენ გაძლევთ სიტყვას. ელემენტარულად აქ იყო საუბარი, რომ თითქოს ეს არის ცდელობა ის რომ წარუმატებელი ეკონომიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ეკონომიკის წარმატებულობაზე, არ წარმატებულობაზე ცალკე ვილაპარაკოთ, მაგაზე საუბარი ზედმეტია, კი ბატონო, თითოეული საქმე იმაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მე მინდა ერთი რაღაცა ვიცოდე რა. მე მინდა ერთი რაღაცა მწამდეს ამ ქვეყანაში და ეს იყოს ესე. ეს ვიქნები მე, ჩემი ნათესავი, თუ ჩემი ახლობელი და ჩემი მეგობარი. ეს იქნება საერთოდ ჩემთვის უცნობი ადამიანი, მისთვის ნათესავი ან მისთვის ახლობელი ადამიანი, მინდა რომ მქონდეს აბსოლუტურად ერთნაირი შესაძლებლობა. მინდა რომ ვიცოდე, რომ ვიღაცა ჩემზე უსამართლოდ რომ ზემოქმედებას განახორციელებს, ის იქნება დასჯილი ადრე თუ გვიან. თქვენ კარგად წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს უსამართლობის განცდა? უსამართლობის განცდა, რომელმაც პრაქტიკულად, რეალურად მთელი საზოგადოება, ლამის საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აქცია იმ ადამიანებმაც, რომლებმაც მიმართეს უკიდურეს საშუალებას. თქვენ იცით, რას ნიშნავს უსამართლობა, რომელმაც დაანგრიეს ოჯახები, რომელმაც დაანგრიეს სიცოცხლე.
ეს არის ის რომ დღეს ქვეყანაში მე კიდევ ერთხელ მიმართავ სამართალდამცავებთან დაკავშირებით გეტყვი ერთ რაღაცას. მაქვს ერთი მოთხოვნა, აბსოლუტურად ერთი მოთხოვნა, რომ გქონდეთ უმაღლესი სტანდარტი. იმიტომ რომ არც ერთი კითხვა არ დაიშვეს, მაგრამ დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ვინც კი დამნაშავეა, ბატონო პავლე, ვინც კი დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ შენც მეთანხმები და მეც ვიცი და შენც იცი. წარმოდგენა გვაქვს, ეხა ისე ბატონმა ბენდუქიძემ რო არ მოგმართოს და დავასრულებ ერთად, ბატონმა ბენდუქიძემ არ მოგმართოს და არ გითხრა ზუდანაშაულობის პრეზუმპციაო, კარგად ვიცით ამ ქვეყანაში როგორ ხდებოდა ბევრი რაღაცა. ამიტომ უნდა გააგრძელოთ. არა, არაფერს არ ვაგრძელებ. არაფერს არ ვაგრძელებ, მაგრამ ეთილი ვინებოთ და პასუხისგებლობა ავიღოთ იმაზე, რაც ხდებოდა. იგივე ხალხო არ არის მარტივად ეს ყველაფერი. ეს ადამიანები, არა, მეც მოვთხოვ, ჩემსაც ვთხოვ პასუხს და მოვთხოვ კიდევაც, მაგრამ ეს ადამიანებმა აუცილებლად უნდა მიიღონ იმის განცდა, რომ დანაშაული არ დარჩება ისე. ამ ადამიანებმა დაანგრიეს. როგორ? უნდა მიიღონ, თუ არა მაგრამ უნდა დამთავრდეს. თუ ვინმე არის დანაშაული, ის უნდა დაისაჯოს. ეს არის რეალობა. იმიტომ რომ ამ ყველაფერმა მიიყვანა ეს ქვეყანა ამის მაგას. ხა ბიზნესები დაამთავრეთ, ბიზნესები დაამთავრეთ, გამოღრმოდნენ ყველაფერი. რა გამოღრმოდნენ? რა ბიზნესი დაამთავრეთ? ხო, ნაციონალური შეიძლება შენ და შენ არა, მაგრამ დამოკი თავისუფლად რო ლაპარაკობ. თქვენ დროს კითხულობთ. მაგარი ზუსტად ანალოგიური სტანდარტი ჩემების მიმართ, ჩემი ხელისუფლების მიმართ, ჩემი კოლეგების რა გამოღრმოდნენ ბიზნესი და ეკონომიკა შეადარე რა იყო 2003 წელს გამოღრმოებული და ჩაბნელებული და ჩაოხრებული ქვეყანა იყო კრიმინალებით და კორუფციით წასვლა. მე გამოღრმოდნენ ბიზნესი? კი. მე ჩtildeოვანი ეკონომიკა გამოიყვანე. კი, ჩtildeოვანი ეკონომიკა მაგაზე არ გეუბნები, მაგრამ რამდენი ადამიანი გააყავეთ? მაშინდელი ბიზნესმენები რამდენი ადამიანი გააყავეთ? ყველა იმაში კითხვა კუნჭულში კონტრაბანდა და გამისიყო. გარკვეულად ჩამოგითვალე. ბატონო, ჩამომითვალე და ყველა მაგოს პასუხი და როცა ბედუკაძე გმირი ყავს, მე ნუ მეუბნები ციხეში არა, მე არანაირი გმირი არავინ არ ამყავს. შენმა პრობლემები არავინ არ არის. ჩემთვის გვირი არის ადამიანები ხდებენ თავს. ისინი არიან ხოლმე. მე გამოღრმობ ბიზნესს. ძალიან კარგი პოზა არის. გაიწევ ყველაფერს და პავლე კუბაშვილი და მიხეილ მაჭავარიანი არის ეხლა რომელზეც შენი პროკურატურა, შენ რო დიდი სამბით შენი პროკურატურის თავარი მოწმე არის ბედუკაძე. შენი პროკურატურის თავარი მოწმე არის ჩობაბექაური. აი ეგეთი ხალხით ეგა ხო და მაგას ვამბობ. მე არანაირი ზეგავლენა არ მაქვს პროკურატურაზე, მაქვს მოთხოვნა. როგორც მოქალაქეს და პარლამენტს. ბაზაშვილს რო ხელზე აფარებ. როდესაც ჩობაბექაური გეყოლება მოწმე, ბედუკაძე გეყოლება მოწმე, ბასტუ და ბუგდუ იქნებიან შენი გმირები. მე არ უნდა მელაპარაკო. დიდი მადლობა. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ მოვისმენთ მიხეილ მაჭავარიანის და პავლე კუბაშვილის პასუხებს და შეპირებული უпростоრედ არჩევნებამდე გაცემული დაპირებები რა შესრულდა და რა ვერ შესრულდა. რამდენიმე წუთში ისევ დებატებით ვართ ეთერში. პირდაპირ ეთერშია კვლავ რეაქცია მაშას ეხვალ მიდიხარ თუ არა არჩევნებზე დარეკე ძარი უფასოა ბატონო მიხეილ ბატონო პავლე გისმენთ რეკლამის ეთერში გასვლამდე მოისმინეთ თქვენი ოპონენტების ბრალდებები წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით რა გიკვირთ და ისო ასეთი კითხვა რა უკვირს ნაციონალურ მოძრაობას როდესაც საუბრობს პროკურატურა მე მგონი თქვენ შეამჩნიეთ რომ როდესაც ხელისუფლებას არ აქვს პასუხები კონკრეტულ კითხვებზე ერთ-ერთი რამით არიან დაკავებული როგორღაც გადაიტანონ სადმე სხვაგან და გადაბრალების გზით წავიდნენ როდესაც პასუხი არ აქვს ოფიცერ თათუხაშვილის შემთხვევაზე ამბობენ რომ ეს რაც თქვენ მანამდე სხვა შემთხვევები არ არის საპირწონე ადამიანის სიცოცხლე არ არის საპირწონე არასდროს და ვერც გახდება როდესაც პასუხი არ არის კონკრეტულად ბადაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებით რომელიც ტელეკომპანიის დირექტორს ატერორებ და ჭყალებში აკაჩავებ და ტელევიზიებთან ნაციონალური მოძრაობის ურთიერთობაზე დავიწყოთ საუბარი. მათ შორის ქალბატონო ინგა, მე მგონი ეს თქვენც არ უნდა გაძლევდეთ იმის ქვის საშუალებას, რომ კაი, მაშინ 25 არხზე მოდი აღარ ვილაპარაკოთ. არა, მე ეს ამაზე არის ზუსტად საუბარი. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეხლა რო ხდება ეს ფაქტები, ამაზე რეაქცია თუ არა აქვს. თქვენც თუ მაგას იტყვით, რომ მოდი მაშინ გავჩუმდეთ. იმიტომ რომ ადრე ხომ მოხდა იმედში ხო რაღაცა. შენი ფასი და მე ვილაპარაკო. იგივე საკეთებს. ამაზე პოლიტიკური შეფასება მაინტერესებს, პავლე. შენი პოლიტიკური შეფასება მაინტერესებს. რაც არ უნდა გააკეთოს. პოლიტიკური შეფასება მაინტერესებს 7 ნოემბერს. დრო უნდა გადავანაწილოთ. წავიდა ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნებზე. ყველაზე მარტივი შეფასება გააკეთა და ყველაზე მძიმე პოლიტიკური. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუბრუნდეს რა. ეს უთხარი ქართულ ამომრჩეველი. უთხარით. კარგია 2008 წლის 5 იანვარს ქართველმა ამომრჩეველმა
გამოხატა თავის პოზიცია. წავაგეთ ჯერ კიდევ როგორ გამოხატა კიდე საკითხავია რა. გამოხატა წავაგეთ თბილისი და 2008 წლის ხმამაღლა და ბევრჯერ გაიმეორებთ მეს მიხარია. ბატონო ირაკლი თქვენ ეძებეთ პრობლემები წარსულში დღევანდელ არ შეხედოთ და შორს წახვალ. მე პრობლემები დღესაც ვეძებ და ბევრს უკვე ხო მიხვედით შორს. შედეგი ხო მიიღეთ უკვე პირველ ტურში. ხო გაჩვენა თბილისმაც რა მხარდაჭერა გაქვთ და როგორ შემცირდა ხარ. კიდევ უარეს შედეგს მიიღებთ, იმიტომ რომ ეგრე იქცევით. იმიტომ რომ მარტო წარსული გაინტერესებს და დღევანდელობას თუ არ საუბრობთ, იმიტომ რომ დღეს საუბრობთ რომ ეკონომიკა არის თურმე ძალიან მაგარი და თურმე გამოსწორდა ყველაფერი და წინ მივდივარ. რაზე ვლაპარაკობთ? ტყიბულზე გეტყვით, ჩემი რაიონის მაგალითზე გეტყვით. ნახეთ რა მდგომარეობაა შახტებში და რა მდგომარეობა იყო ჩვენ დროს. ნახეთ როგორი არის ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ხელფასი 1000 ლარზე მეტი და დღეს აქვს 700 ლარი. შენ რას ეტყვი იმას, რომ სახელმძღვანელოები შენი შვილისთვის გავხადე უფასო წლის ბოლოს შეიძლება გქონდეს სამჯერ იყიდა იმ სახელმძღვანელოებს. ამ ადამიანებს ხელფასი დააგდათ, სამუშაო დააგდათ. ტყიბულში იმ შახტებით მუშაობდა მთელი ქალაქი, მთელი რაიონი. დღეს გაჩერებულია, იმიტომ რომ აღარაფერი აღარ კეთდება, იმიტომ რომ ხვალინდელი დღის განცდა არ არსებობს, იმიტომ რომ ყველაფერი უკან მიდის. სოფლის მეურნეობაზე თქვენს რომ აი ჩვენ რა კარგი, კი, კარგია, ძალიან კარგია, შარშან გლეხებისთვის იყო დახნა, დაფარცხვა, იყო სხვადასხვა დახმარებები წერს თქვენს რომ მოდი მარტო დახნა იყოს, იმიტომ რომ შარშან გლეხებს ხო დავეხმარეთ და მათ შემოსავალი გამდიდრებული გლეხი გინახავთ. სადმე გინახავთ ადამიანი რომ ერთი წლის მოსავალით ისეთი შემოსავალი აქვს, რომ უკვე აღარ ჭირდება წელს დახმარება, მეტი აღარ ჭირდება, აღარ უნდა. კარგია სოფლის პროგრამა რო კეთდება, უბრალოდ თანმიმდევრულობა ამაშიც არის საჭირო. იმაშიც არის საჭირო თანმიმდევრულობა, რომ ბიუჯეტი არ გაგეღროს მილიარდამდე ლამის. იმიტომ რომ ეს ბიუჯეტის ის თანხები არის, რომელიც უნდა განათლებაშიც, ინფრასტრუქტურაშიც, სოფლის მეურნეობაში ჩაიდოს. ეს არის რაც აჩერებს ქვეყანას. ამიტომ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და თუ ჩვენ ახლა იმით დავკავდებით, როდის უფრო კარგი იყო ეს ადრე რა ხდებოდა 9 წელზე რაღაცა სიტყვიან და შემდეგ არ არის გამოსავალი. ჩვენ ამ მომჩევანს უნდა უთხრათ დღეს რა ხდება. დღეს ხდება ის, რომ რეალურად ქალაქში, თბილისში უნდათ დანიშნონ მერი, რეალურად დანიშნონ მერი, რომელზეც თვითონ ამ გუნდშიც არავინ არ დაასახელებდა ნარმანიას მერობის კანდიდატად. ამ გუნდსაც მაპატიეთ ამ შემთხვევაში შეეტენა ეს კანდიდატურა. ნარმანიას ნიშნავს უკაცრავად. სხვა უფროსმა თქვა. უფროსმა თქვა და ვეღარ გადავლენ, თორემ ქალბატონო ინგა, თქვენთვის რო ეკითხათ, ვინმე დაასახელეთ მერობის კანდიდატად თბილისშიო. მე რამდენად გაგახსენდებოდათ ნარმანია? არა, მე ქართულ ოცნებასთან არასოდეს არანაირი კავშირი არ მქონია, ასე რომ რო ეკითხათ ზოგადად. ამაზე არის საუბარი. აქ იმაზე კი არ არის საუბარი. თბილისელების ნება არც თბილისელების ნება არ აინტერესებს, ხა იციან რომ რაღაც საბაზისო რეიტინგი არსებობს, ხარდაჭერა ბოლომდე ამოწურული არ არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვნად ავარდა და ამით არიან და არხეინად. ამიტომ მე ჩემი კოლეგების ადგილას არ ვიქნებოდი ესე თავდაჯერებული და მაინც იმ პრობლემებზე გავამახვილებდი ყურადღებას. კარგით, მე რომ დროთანაბრად გადავანაწილო, ბარემ კითხვა დაგისვათ ბატონო მიხეილ და პასუხიც ალბათ ამ კითხვასთან ერთად იქნება. არ შეასრულა ოცნება მის დაპირებები, რომელიც ხალხს მისცა და თქვენ იმედოვნებთ, რომ ხვალინდელი არჩევნების ბედს ეს რამენაირად შეცვლის? ამის ყველაზე კარგი პასუხი იყო არჩევნები, რომელიც 15 ივნისს იყო. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ის მოცულობა დაპირებების ოცნებამ არ შეასრულა და სწორედ ამიტომ იყო ის მხარდაჭერა, რომელიც მათ აქვთ. მოლოდინი გაცილებით მეტი იყო და ეს გასცეს ეს მოლოდინი, იმიტომ რომ კამპანია ასე აწარმოეს, მოლოდინი იყო რომ მოდის მილიარდერი, ყველაფერს გააკეთებს, იქნება ბევრი სამუშაო ადგილი, იქნება 220 ლარიანი პენსია, იქნება 1 ლარით შემცირებული საწვავი, იქნება მედიკამენტები ფაქტურად უფასოდ შეგიძლია მიხვიდე და აიღო. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ამ მხრიდან რა. ჩვენ ხვალ უნდა ვთქვათ, რომ გავაგრძელოთ ეს პოლიტიკა, რომ ჩვენ დავიწყებთ საუბარს 25 არხზე, თქვენ გვეტყვით იმედისადე არის, ჩვენ დავიწყებთ საუბარს ციხეში რა ხდება, თქვენ გვეტყვით, თქვენ დროს რა ხდებოდა. ჩვენ დავიწყებთ, ამიტომ მუდმივად წარსულში ვილაპარაკებთ, გაჩნდება პრობლემა და უცებ სანახაობას შევთავაზეთ, იქნება პრობლემა და აი ამით მოგვარდება ეს სამართლიანობა აღდგება. ქვეყანაში მე შემიძლია გითხრათ რა გაიზარდა. გაიზარდა პრემიები. ფანტასტიკურად გაიზარდა პრემიები და დღეს კიდე ერთი მაგალითი იყო სხვათა შორის წალტუბოში, როდესაც მუნიციპალიტეტში კარგად იცით 17 მათემატიკა და ხო გაყავით არა რეალურად ვიზია იქ საუბარი ხო იცით რეალურად რა ხდება კი 17 ივნისს გაიცა პრემიები იმ თანამშრომლებზე რომელიც მანამდე იყვნენ შებულებაში და ეხმარებოდნენ მოქმედ ეხლა არჩეულ გამგებელს გაიზარდა უმუშევრობა ინგა და ეს არ არის ჩემი მონაცემები ეს არის უკვე საქსტატის მონაცემები რომელსაც ჩვენ დროს ჩვენი დრო იყო და ეხლა 10 სტატის მონაცემებია გაიზარდა ფასები ბენზინზე გაიზარდა ფასები სურსათზე გაიზარდა ფასები მედიკამენტებზე გაიზარდა კრიმინალი და კრიმინალური ავტორიტეტი რემენაზე მიდის, ესე იგი, დაკარგეს ეს კაცი აეროპორტში. ხო წარმოგიდგენიათ? უკრაინამ გამოუშვა და გაქრა ეს კაცი. ვინ დაკარგა? ხელისუფლებამ. რატომ? ვისი ინტერესი იყო?
ამბობენ, რომ კონკრეტული ადამიანი ილა კალანდაძე მანქანა დახვდა და ამაზე გამოძიებაც არ უწარმოებია. არა, ხელისუფლება ახსენეთ თქვენ და ხელისუფლებაში ვისი ინტერესი. იცით როგორ იყო ინგა? გამოიწერა დოკუმენტი, კონკრეტული დოკუმენტი გამოწერა საკონსულომ და ეს ადამიანი ჩასვა თვითმფრინავში უკრაინის სამართალდაცვა ორგანოებმა. თვითმფრინავში რა შეიძლება დაიკარგოს? გამოვიდა თბილისში ეს კაცი არ არის. შემოვიდა საქართველოში ლავასოღლი, რომელსაც სხვადასხვა არის ეჭვი, რომ პროკურორის მანქანა რო აფეთქდა, ამ ადამიანის ხელი ურევია, ახლა ბათუმში. რა შემცირდა? ეკონომიკა შემცირდა ბიუჯეტი და ეს პრობლემები არის დიდი მადლობა. რაც შეეხება პრობლემებს, რომელზეც ირაკლი ამბობს. თუ ვინმეს გონია, რომ მე ყველაფერს ვარდისფერ ფერებში, გეტყვი ყველაფერს. ვარდისფერ ფერებში ვიყურებს და ის გადაცნომები, რაც არსებობდა. მე ამას არ ვხედავ და იმიტომ ვზივარ მე დღეს ოპოზიციაში, ის შეცდომები დაუშვით, არ იყო საკმარისი კონტროლი, იყო საკმაოდ უხეში დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის გაიმეორო ცუდი, რაც ჩემ დროს იყო და ის კარგი რაც უნდა გაგეკეთებინა, თავი იმართლა რომ ეხლა ყველაფერს ჯერ ამას გავაკეთებ და დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ამიტომ საუბრობ ვინგა რომ არჩევანი დღეს ძალიან მარტივია ამის გაკეთება და ჩვენო თუ გინდათ რომ ჩვენმა ძვირფასო მოქალაქეებმა ნამდვილად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე და არა იმიტომ რომ აქციები გამოაცხადეთ ვინგა თუ შეიძლება დავამთავრებ არა იმიტომ რომ აქციები გამოცხადდა ესეც ძალიან კარგია რომ ბიზნესი ჩაერთო ამაში და აქტიურად აკეთებს ამის პროპაგანდირებას მივესალმები ამას და გააგრძელონ ეს უკეთესი იქნება უფრო ხშირად გააკეთონ, იმიტომ რომ სწორედ ამ არჩევნებმა მეორე ტურმა მისცა საშუალება ჩვენ მოსახლეობას, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ საქმის გაკეთებაზე წავა. დიდი მადლობა, უპასუხეთ. ჯერ მინდა პალიკოს უთხრა, რომ ძილობიან კაცად ვიცნობ მე მას. ჩვენ კანდიდატზე შეგეტენა, შემოგეტენა. ბოდიში მოვიხადე, როცა თქვი, რომ ტერმინია ესეთი ბატონზე. მე მინდა გითხრათ, ბატონ პალიკო, ტერმინებსაც ვიცნობ ძალიან კარგად და მინდა უბრალოდ გითხრათ რა. არაფერი შეურაცხყოფა მე თქვენი კანდიდატისთვის არ მიმიყენებია, არც ვაპირებ ამის გაკეთებას, თქვენგანაც მოვითხოვ მეტ პატივისცემას. რაც შეეხება მოსაზრებას და ახლა მუდმივად იმაზე ნართაულებს, რომ ახლა ბიძინას ფავორიტია დათო ნარმანია და ეს თურმე მისი ნაკლია, მისი ნაკლი კი არა, მისი უპირატესობა. უნდა გითხრათ მთელი თემა მაცალეთ ახლა უსვენდით თქვენ ამბობთ არაკრაკები და მაჭავარიანი ხო არ მომიღია ერთი წუთით ბიძინას რჩეული იყო ნამდვილად დათო ნარმანია ჩვენ დაუჭირებთ ხარი და მიმაჩნია რომ პირველი მერი ეყოლება თბილისს რომელიც არ არის პოლიტიკური ასე ვთქვათ ბატალიების მოსურნე და პოლიტიკური მას უნდა ქალაქს მიხედოს და აყენოს ფეხზე და მე ვფიქრობ ძალიან მოეწონება თბილისს ასეთი მერი რომელიც მიხედავს მას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წავსვის მეც ირაკლის მთელი გუნდი წინააღმდეგნი ვიყავით ბიძინა ივანიშვილი რასაც გააკეთებს ყველაფერს კაია კონკურენტები ეყოლება მომისინე კაი ეხლა ბიძინა ივანიშვილს რომ დომებოდა მომისინეთ რომ ვიცი რომ ეჭვიანობ მაგრამ რასიზამ ესეთია ცხოვრება ესეთი ეჭვიანობთ ნამდვილად რეიტინგის ცხოვრებები გვადარდა არ უნდა პოლიტიკაში დარჩენა ის ადგადა წავიდა პოლიტიკიდან ჩვენი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ის რომ ჩვენ ახლა დღეს ურთიერთობა გვაქვს ბიძინა ივანიშვილთან მაქვს მე პირადად მაქვს ურთიერთობა ძალიან მიყვარს ძალიან პატივცემ ამ ადამიანს ხშირად ამა კომუნიკაცია მირჩევნია უფრო ხშირად გქონდეს და აი ეს მე ვფიქრობ რომ ამაზე მუდმივად ზახილი რაღაცა ბიძინა ივანიშვილს აქ თავისი საყვარელი საქმეები ძალიან ბევრი და ჩვენთვისაც არის ძალიან სერიოზული რა თქმა უნდა მე ვიცი რომ იმასაც გააკეთებს ძალიან კარგად თემა შემდეგი რაც მინდა ვთქვა წარსულში ჩარჩენა ნამდვილად არ მინდა. ინგა ერთი წუთი მომეთით რა. ერთი წუთი დასასრულს ბოლოს ყველას მოგწევთ. საქართველოს ეკონომიკა არ არის იდეალური, მაგრამ მილიარდით არ გარღვეულა საქართველოს ეკონომიკა. შარშან 600 მილიონით ნაკლები შემოსავალი მიიღო. 600 მილიონით ნაკლები შემოსავალი მიიღო. მილიარდი ციფრი თქვენ ძალიან მოგწონთ და ყურში ხშირად ატრიალებთ. შემოსავლის ნაწილში დაიკლო ხარჯვით ნაწილშიც დაიკლო და არავით არის ვალდებულება ჩვენ რომელიც არ შევასრულეთ არ დაგვჩენია წელს 5%-ის ნაცვლად 5% პალიკო არ მაცლი პალიკო არ მაცლი იმიტომ არ მაცლი რომ არ წავედი მაცალე რა ჩემ დროში ნაცარს აყრი ძალიან გამდენი დრო აღარ გვაქვს მოდით ჩვენ სამომრჩეველს ქართული ოცნების სამომრჩეველს და მინდა ქართული ოცნების სამომრჩეველმა იცოდეს ეკონომიკური ზრდა 5%-იანი დაგეგმილი 6 თვის განმავლობაში საშუალოდ არის 6.3%. ჩვენ
თქვენ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ღარიბ ქვეყანაში ეს საკმარისია, მეტია საჭირო, მაგრამ რაც გაკეთდა, იმას უბრალოდ ჩამოთვლი და ვიტყვი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც არის ძალიან სერიოზული და მასშტაბური პროგრამა, არის 2014 წლის ბოლომდე 82 ახალი ამბულატორი მშენებლობა, რომელიც არ განხორციელებულა ბოლო წლების განმავლობაში. თქვენს ტემპში ვიტყვი რა, ყველაფერს და მაცალეთ ოღონდ რა. 2014 წლიდან ესე იგი არის C-ჰეპატიტით დაავადებული პირებისთვის 60%-იანი ფასდაკლებით მკურნალობა, არის ექიმის ხელფასი 450-დან 650-მდე გაზრდილი, 300 ლარიდან 455-მდე ექთნის, ეს სოფლის ექიმებს შეეხება. 2011 წელს 0 ლარი იყო ჩადებული და 500 ლარით საკეისრო კვეთა ფინანსდება 800 ლარის ფარგლებამდე, მშობიარობა უფასოა. 2014 წლიდან დეკრეტული შობილება 1000 ლარი გახდა 600 ლარი იყო. გეტყვით იმასაც, რომ თაში და ბარში 200 ლარი და 150 ლარი არის ყოველ მესამე შვილზე ყოველთვიური დახმარება. არ მინდა კარგია. არ ვახდენ. არა, თქვენ აგეულობთ ხალხო, უფრო მარტივ რაღაცასამდე 800-მდე ფერმერი არ მინდა მაცალე. თუ შეიძლება ფერმერი დახმარებას იღებს არ მაცავს, იმიტომ რომ არ შეამოვნებს ამის თქმა. ხომეურები წარსულში არა ერთი გვერდი აიღე და იმ გვერდზე გეტყვი რა ეს არის მომავალი და ეს არის გაკეთებული. 275 აუცილებლად ნიკამელია მეყოლება დღეს თუ უნდა მასთან ეს წინადადება მაქვს. გადაშალეთ ნებისმიერ აგროკრედიტით და გეტყვით რა არის არასწორი. ესე იგი, ინგა ხო ხედავ. ტაქტიკა აქვს, არ მაცილეს, არ უნდა. კრიმინალთან დაკავშირებით გეტყვით ერთ რამეს. ძალიან ბევრი თემაა კიდე. უნდა გითხრათ, არ ვიცი, მე ირაკლის გადავწევ ამას თემას. ამ თემაზე კრიმინალთან დაკავშირებით, კრიმინალის დასთან დაკავშირებით ამ ამბობენ, როდესაც ესე იგი დღეს მოხდა სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა. 2 ტონა და 800 კილოგრამი ჰეროინი იქნა დაკავებული საქართველოში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებში იყო ხოლმე, რომ საქართველო არის ნარკოდერეფანი, ნარკოტრანზიტის დერეფანი და უპრეცედენტო რა ჯამურად რა იყო, რამდენი ნარკოტიკი არის წინა წლების განმავლობაში. აი გეუბნები, ყველანაირი რეკორდი მოიხსნა და მინდა მიულოცო იმას, ვინც ეს უმაგალითო ოპერაცია ჩაატარა, ძალიან სერიოზული რამ არის და მე ვფიქრობ, რომ ის რომ კრიმინალთან დაკავშირებით რაღაც ესე იგი საუბრები მიდის ხოლმე, რომ გაზრდილია რაღაცა და არის მხოლოდ რიტორიკით ეს ყველაფერი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ეს მინდა იცოდე საქართველოს. კარგი, დიდი მადლობა. თითო წუთს გაძლევთ და ვასრულებ გადაცემის ამ ბლოკს. ძალიან მოკლედ პირველი ბატონზე შეურაცხყოფები არ არის ჩემი სტილი, უბრალოდ ვიდრე მე მომცემდეთ შენიშნებს ბატონი კალაძე, როდესაც ჯამბას ეძახის სხვადასხვა კანდიდატებს, აი იმას მოკითხეთ, რომ ცოტა თავი შეიკავოთ ამ რაღაცებს. პალიკო, იმ ეთერში თვითონ უპასუხონ და ამ ეთერში მე უნდა ვიპასუხო შენ. ძალიან გადავაცილე. მე მაგას ვამბობ, ამიტომ თქვენ ხო ჩემს მიმართ კრიტიკული ხართ, ასეთივე კრიტიკული მინდა რომ თქვენი ვიცე-პრემიერის მიმართაც იყოს. მეორე რა შეეხება ამ ბუკლეტს, ეხლა ვეკთავაზობთ. ნებისმიერ გვერდს აიღეთ ხელი და ადეთ, რომელ გვერდზეც იტყვით, იმაზე გეტყვით რა არის შეცდომა, რა არის არასწორი, რაში ატყუებთ ამ ხალხს. ეგ არის მარტივია, ყველა გვერდზე ეგეთი რაღაც არის. თქვენ არ წაიკითხეთ და კიდე ერთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი 2013 წელს განადგურდა 3 მილიონი მავნებელიო. ეს ალბათ საჯარო მოხელეებით ადიოდნენ და ამას ამოწმებდნენ და იწერდნენ და რაოდენობას დათვალ. ეგეთი რაღაცეებით გინდათ რომ ფონს გავხიდეთ და არ გამოვა ეგრე. უფრო ერთი წუთი გაქვთ მხოლოდ, უნდა ჩაეტიო. ხარჯების შემცირდება, მოკლედ ვიტყვი და დავამთავრებ. ხარჯების შემცირდება ბატონმა ზუიადმა. მე რა ბიუჯეტი კი გაირღვა 700 მილიონი, მაგრამ ხარჯი რას ნიშნავს მეგობრებო ეს ხარჯის შემცირება? ხარჯის შემცირება ნიშნავს იმას 700 მილიონის, რომ გზა აღარ დაიგო კონკრეტულ სოფელში, წყალი არ გაკეთა კონკრეტულ ქალაქში, არ მოგვარდა ინფრასტრუქტურული პრობლემები, ეს შეამცირეს. თორე თავისი პრემიები კი არ შეუცილებია. 138 მილიონით მეტი დაიხარჯა პრემიებში და ხელფასებში, ვიდრე წინა წლებში. როცა ნახეთ 700 მილიონი გარღვევა, რა ეკნათ ახლა თავის თავს ხო არ დააკლებდნენ, აიღეს და ჩამოაჭერეს გზების მშენებლობა, წყალზე კომუნიკაციის გაკეთებას და ამ შემდეგ და ამასობაში პრემიებში გადაიღეს. დიდი მადლობა, უპასუხეთ და უნდა დავასრულოთ თითო წუთი მხოლოდ. არ მინდა ისე გამომივიდეს, მაგრამ ელემენტარულად მინდა ვთქვა, რომ ის უზუსტობები და არასწორი ინფორმაცია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აჟღერებს ამა თუ იმ ეთერში და ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აჟღერებს აბსოლუტურად ერთი და იგივე ხმაში მიმდინარეობს საუბრო, მე მაგას გირჩევდით, უბრალოდ ჩავიწეროთ და ჩავთოთ ხოლმე ეთერში და ზუსტად იგივე პრინციპი იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, რაც უნდა არგუმენტი უთხრათ ჩვენ ამათ და მიუხედავად იმისა, რომ ბატონო მიხეილ, ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მინდა წარსულში ჩავრჩე, ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მინდა გავიხსენო 2000-იანი წლები, ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, მხოლოდ რომელიც დღევანდელი დღით ვფიქრობ, ხვალინდელი დღით ვფიქრობ, ნამდვილად, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაზე მხოლოდ წარსულში მეფიქრება, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს სამწუხაროდ კი საბედნიეროდ შეიძლებაც იყოს,
არის წარსულის ძალაუფლება და ჩვენ კიდე მომავალში ვიყურებთ და ვცდილობთ რომ ბევრი რაღაცა გავაკეთოთ. რაც შეეხება ბიუჯეტში ეს ისეთი ბიუჯეტია, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ესე მოქალაქეზე ორიენტირებული და ჩვენს თანამემამულეებზე ორიენტირებული. ეს ბიუჯეტი არასოდეს არ ყოფილა ესეთი ტრანსპარენტული და ეს ბიუჯეტი არასოდეს გამართლებული ბოდიში. არა, მაგიტომ არა, იმიტომ რომ პრემიებზე მიპასუხეთ, რატო გაიზარდა ეს ბიუჯეტია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მილიარდი არ აქვს თავის ჯიბის ფულად რა. ეს ის ბიუჯეტია, დამიჯერე რა. ეს ნამდვილად ის ბიუჯეტია. 700 მილიონზე არის ძალიან მაგარია თუ ცუდია, მაგას ჩვენი ამომრჩეველი ძალიან დიდი მადლობა. მხოლოდ ერთი წუთი, ძალიან გთხოვთ. მე მინდა კიდე ერთხელ ვთხოვ ამომრჩეველს რომ მობრძანდეს. დებატები ძალიან კარგია, მაგრამ ცხოვრება სულ სხვა რამეა. ჩვენ ამომრჩეველს უნდა კონკრეტული, უნდა სამუშაო ადგილები, უნდა ეკონომიკის წინსვლა, უნდა რომ ყოველდღიური სარგებელი მიიღოს. ჩვენ ამარჩევნებმა ერთი რამე დაგვანახა, რომ ამას მართლა გულწრფელად გირჩევთ რა. ჩვენ რომ თავის დროზე სწორად შეგვეხედა, რას გვეუბნებოდა ოპოზიცია, ბევრად მეტ სარგებელს მივიღებდით. ნუ დაგვემსგავსებით იმაში, რაც არ უნდა დაგვემსგავსოთ. და მეორე, ჩვენ ამ არჩევნებზე, პალიკომი საუბრა ხონზე, თერჯოლაზე, ბათუმზე, თბილისზე, მოუწოდებთ ჩვენ ამომრჩევლებს მოვიდნენ, იმიტომ რომ ჩვენ დავიცავთ ხმებს. ჩვენ დავიცავთ მათ არჩევანს, ჩვენ დავიცავთ იმას, რომ ამ ქვეყანაში უფრო მეტად წინ წავიდეს ქვეყანა და არ გაჩერდეს და არ იყოს საუბარი წანსულზე, არ იყოს საუბარი. მადლობთ. მე მინდა ვთქვა ესეთი რაღაცა რა. არა, აუცილებლად უნდა ვთქვა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ტარდება ისეთი არჩევნები, რომელიც არასოდეს არ ჩატარებულა. ბატონო მიხეილ, მარნეულში ვნახეთ არჩევნები, თქვენი ავანტურისტული მიდგომა მარნეულში ვნახეთ. არ გინდა, იგა მე გავჩერდი 195,000 ბათილის სადიხო. დაგამშვიდებ. კარგი, პასუხია სახელმწიფო დაიცავს თქვენ ხმებს. მე ვნახე როგორ იცავს სახელმწიფო ხონში, ხო? ძალიან დიდი მადლობა. სახელმწიფო დაიცავს ხმებს. ბატონზია დრო აღარ გვაქვს პრაქტიკულად. მე რატომ ჩაგრავთ? კარგი, ნახევარი წუთი ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ მართლა გამაგდებენ ეთერიდან ძალიან ვაცი. არა, მე მინდა უთხრა ყველას, რომ ხა ჩვენი კოლეგების ტაქტიკა არის, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ვთქვა, ყველაფერზე აქვს თავისი პასუხი გამზადებული. ერთი რამ მინდა ყველას უთხრა, რომ მართლა ცვალ არის ისეთი არჩევნები, როდესაც სახში ჯდომა ნამდვილად არის, მე ვფიქრობ, ერთგვარი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე და საკუთარი ქალაქის მომავლის წინაშე. მე თბილისსაც გულისხმობ, რუსთავსაც გულისხმობ, ყველა ქალაქს გულისხმობ და დიდი სურვილი მაქვს, რომ ხვალ აქტიურობა ნახო ქალაქში, იმიტომ რომ ამ ქალაქს ბევრი პრობლემები აქვს და ისეთი კაცი, როგორიც არის დავით ნარმანია, ამ საკითხს კარგად მოაქვს. ნახო, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, როგორ დასრულდება ხვალინდელი არჩევნები. დიდი მადლობა. მოაგვარა და ნარმანია მოაგვარა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მიდიხარ თუ არა? მოდის დებატებზე. მიდიხარ თუ არა? ადამიანი ამ სტუდიაში ბევრჯერ აქვს ნახევრად. მიდიხარ თუ არა არჩევნების მეორე ტურზე ჯერჯერობით 10,000-მდე ზარი არის შემოსული და უმეტესობა ამბობს 8,000-მდე ჩვენი მაყურებელი ამბობს, რომ იგი მიდის არჩევნებზე. ეს იყო პოლიტიკოსების დებატები, მაშასე მე დავემშვიდობები პავლე კუბლაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ზვია ძიზიკური და ირაკლი ჩიქოვანი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები და სწორედ დღეს, როდესაც ჩვენ აქ საუბრობთ იმაზე, რომ ხვალ დავუშვათ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აძლევს ხმას საბურთალოზე, მე რაღაცნაირად ასე დავიწყე ეს გადაცემა და ეხლა ლოგიკური იქნება ისევ ამ თემის კვალდაკვალ რომ განვაგზო გადაცემა. ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი ხმას მისცემს მატროსოვზე. დღეს გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა მშვიდობის ხიდზე, გიორგი ნიორაძე ჩაგვერთება თავის სტუმრებთან ერთად და მე რამდენიმე წუთში შეკითხვით გადავალ ჯასუხ ჩარკვიანთანაც. გიორგი, გისმენთ? საღამო მშვიდობისა, გიგი უგულავა უკვე მერვე დღეა პატიმრობაში იმყოფება. საზოგადოების ცნობილი სახეების ერთი ნაწილი კი გიგი უგულავას ხარდასაჭერ აქციებს მართავს. უნებრივია ეს ხარდასაჭერი ვიდეო რგოლები დღეს სოციალურ ქსელებში დღეს დილიდან დაიწყო და სწორედ ამ ვიდეო რგოლების გამოჩენის შემდეგ საზოგადოების მეორე ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა იმ ადამიანებმა, რომლებიც გიგი უგულავას ხარდასაჭერად გამოდიოდნენ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან ქაბატონი ლელა წორწომია, რომელსაც ვკითხავთ პირდაპირ კითხავთ, რატომ გადაწყვეტეთ რომ გიგი უგულავას ესეთი ღია ხარდაჭერა გამოხატოთ? ის არის თქვენი მეგობარი თუ გამოხატოთ ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ თქვენს ხარდაჭერას თუ უბრალოდ გიგი უგულავას მერობის საქმიანობას აფასებთ კარგად და პოლიტიკური შეფასებებისგან მე ნამდვილად თავში ვიკავებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა სწორი შემგან, უბრალოდ მე მინდა ვისაუბრო გიგი უგულავაზე, როგორც ჩემს მეგობარზე და მისი მერობის პერიოდში გაკეთებულ კონკრეტულ საქმიანობაზე. ხა
თქვენ შეგეძლიათ თქვენ დღეს რომ გიგი უგულავა შეიძლება იყოს უდანაშაულო და ის ყველაზე იცით რა არის მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და შესაბამისად რა თქმა უნდა ეს არის მათი პრეროგატივა. უბრალოდ მე ჩემი ჭრილიდან რა შემიძლია თქვა კონკრეტულად ამ ადამიანზე. ის რომ მე ამ ქალაქში დავიბადე, აქ ცხოვრობ და მე მახსოვს 90-იან წლებში როგორ ინგრეოდა ეს ქალაქი. და რა თქმა უნდა მახსოვს ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს მახსოვს ის პერიოდი როდესაც დაიწყო ამ ქალაქის მშენებლობა თუნდაც ახლა ჩვენ რო გავიხედოთ აი ეს ლამაზად განათებული აღდგენილი აივნები რომელიც არის მაგრამ აქ ახალს მე არაფერს არ ვამბობ უბრალოდ მე მინდა შევეხო უფრო აი იმ სოციალურ თემებს იმ დახმარებებს რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანმა გააკეთა კონკრეტული ადამიანებისთვის იმიტომ რომ მე მოვისმინე ესეთი ინფორმაცია რომ ეს ადამიანი პოპულარულ ადამიანებს და კონკრეტულ ადამიანებს ეხმარებოდა არა ეს ნამდვილად ესე არ არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მე ვინც ვიცი და ეს ეხმარებოდა ეს არის მე ჩემთან როგორც მოდიოდნენ ადამიანები და მე დაუშვათ ვისაც არ ქონდა სიტყვაზე ლაპარაკო ხდობა და მე მიმართავდი მას დასახმარებლად რა მნიშვნელობა ვინ მივიდოდა მასთან შედეგი იყო ყველაზე მთავარი იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს ვისაც ჭირდებოდა ოპერაცია ვისაც ჭირდებოდა მედიკამენტი ძალიან ბევრი ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა ამ ადამიანმა თავისი დახმარებით და ისი რა არის არ მინდა ესე დავწრულმამდე მაგრამ აი კონკრეტულად ის სახლი რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ ხო რომელსაც უწოდებენ ვარსკვლავების სახლს იქ ეს არის აზბინიანი სახლი იქ ცხოვრობს ლელა წორწომია კახაბე ცისკარიძე დათო დოიაშვილი ნიკა მემანიშვილი ნატო ბეტონიძე ეკა ბესელია მამუკა ღლონტი ავთანდილ სკვიტინიძე ეს თუ რამოდენიმე ადამიანი ჩამოვთვალეს აზბინიან სახლში ძალიან საზოგადოების რაღაც გარკვეულ ნაწილს მართლაც შეიძლება გაუშვეს ეს შეკითხვა რომ ლელა წორწომიამ რაღაცა კონკრეტული ხელისუფლების პირობებში შეიძლება თქვენ ძალიან ვარსკვლავებს ბრძანდებით საქართველოს და იყავით პრივილეგირებული ანუ ეს ვიყავი პრივილეგირებული უფრო მეტი კონცერტი შეიძლება და გქონოდათ არა ჩემო კარგო მე ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ აბსოლუტურად იმიტომ რომ თავიდან როდესაც უბრალოდ მე ხა ერთი წამით იმ ბინაზე დავამთავრებ და 2004 წელს როდესაც მშენებელმა ეს ბინა მიატოვა რომ არ ყოფილიყო გიგი უგულავა დღეს ეს სახლი არ იქნებოდა აზბინიან სახლზე მოყლაპარაკი როცა ეს აბსოლუტურად მისი პრეროგატივაში და მის იმაში არ შედიოდა თუ ეს ხო კერძო ესე ვთქვათ ინვესტორის პრობლემა და ამ ადამიანმა გააკეთა ის რომ ჩვენ შევედი და ცხოვრობთ ამ სახლებში იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა ქონდა ეს ერთი შემდეგ ისეთ არის კონცერტი სახელმწიფო დაფინანსებით რა კონცერტებიც ტარდებოდა ეს იყო ახალი წელი და ეს იყო თბილისობის ესე ვთქვათ დღესასწაული, როდესაც ჩვენ ვიყავით კონკრეტულად სახელმწიფოსგან ესე ვთქვათ დატვირთულები. მე მაგალითად გეტყვით, იგივე ახლა აი ამ პირობებში, ამ დღევანდელი ახალი მთავრობის პირობებშიც მე ბოლო კონცერტი მქონდა ახალ წელს. ფაქტურად ჩემთვის ახლა მართალი გითხრა დიდად არაფერი შესულა და ამიტომ პრივილეგირებული ესე ვთქვათ ჩვენ არ ვიყავით, უბრალოდ ეხლა სოციალურ ქსელებში მე წავიკითხე ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები ძალიან ბევრი წერილი, სადაც ძალიან ცლად წერს ნიკა მემანიშვილი. რა გაკეთებული კონკრეტულად ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ჟანრზე. ესე ვთქვათ და სხვათა შორის ჩვენი ესე ვთქვათ განხრა საესტრადო და პოპულარული მუსიკა ეს არის ერთადერთი ესე ვთქვათ მიმართულება რომელიც სახელმწიფოსგან არასოდეს არ ფინანსდებოდა. ეს ერთი მინდა თქვა. მე სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით სტეფანეს კომენტარი იქნება საინტერესო. დღეს ძალიან ესეთი კრიტიკაც გაისმა ხარდაჭერების მისამართით რომ სად იყვნენ ეს ადამიანები პირობითად დღეს რომ გიგი უგულავას იცავდნენ, როდესაც გირგვლიანის ქსელებს მოდით ესე ძალიან მუსიკოსებს ბრძანდებით სერიოზულად მიუდგებით იქიდან გამომდინარე რომ ეს ყველა მიცის რომ სოციალური ქსელი არის ვიწრო სეგმენტი, მით უფრო ვიწრო სეგმენტი არიან ადამიანები რომლებიც წერენ და მე მესმის მათი, იმიტომ რომ შესაძლებელია ადამიანები რომლებიც ძალიან სოციალურად უკიდურეს მდგომარეობაში არიან გაურკვეველი მიზეზების გამო გამოხატონ მათი აზრი. მე აქ კიდევ ვიმყოფები იმისთვის რომ უბრალოდ გარდა იმისა რაზეც ლელა მილაპარაკა მე მაგალითად გაკურებული ვიყავი მისი დაკავებით ანუ ამას მინდა შევეხო იმ მხრივ რომ ვინც გიგი უგულავას იცნობს ახლოს და ესეთი ადამიანები ძალიან ბევრი ვართ როგორც მეგობრის სტატუსი მე როგორც მეგობარი რა თქმა უნდა მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ ამ ადამიანს იმდენი საპასუხისმგებლო საქმე აქვს გაკეთებული რომ ის რაღაცა ელემენტარული რომ ის გაფრინდებოდა და აღარ ჩამოვიდოდა უკან ამისი არჯერა იმასაც კი ვისაც ხელი ურევია მის დაკავებაში ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას რომ გიგი უგულავაზე ვინმე ფიქრობდა იმას რომ მას კაცობა არ ეყოფოდა ოდესმე და მყარად არ დადგებოდა და არ ჩამოვიდოდა თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ ის შეიძლება იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უდანაშაულო და ის შეიძლება იყოს რაღაც პოლიტიკური პატიმარი ყოველ შემთხვევაში სანამ სასამართლოს არ აქვს დასკვნა გამოტანილი იქამდე ჯერჯერობით ის უდანაშაულოა და შესაბამისად აი ესეთი მკაცრი ზომებით იმიტომ რომ ის არ არის
ჩვეულებრივი ადამიანი, ვიმეორებ მას ბევრი საპასუხისმგებლო საქმე აქვს ჩაბარებული ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ვფიქრობ აი ესეთი ფორმით მისი დაკავება არ არის მინიმუმ ლამაზი, არ ვიცი და ამ ხრივად შეიძლება აღშფოთება სოციალურ ქსელებში ეს იყოფა, ეს არ არის მაინც კონკრეტულად არ ვიცი თუ სწორად გამოგვთქვი, იმიტომ რომ მე ნერვიულობ მსგავსი თემის გადაცემებში ძალიან მიჭირს ხოლმე ჩართვა, მაგრამ მე ჩემს მეგობრულ მოვალეობად მივიჩნიე, რომ ვინმესთვის თუ ჩემს სიტყვებს რამე მნიშვნელობა აქვს, ჩემი აზრი გამომეხატა. ბატონო, საერთოდ თქვენ რა ასეთ, ანუ თქვენი პროტესტი რამდენადე შეიძლება გაგრძელდეს და საბოლოო მოთხოვნა რა არის? ეს არის პროტესტი, მხარდაჭერის აქცია თუ? ეს არის მხარდაჭერა, ეს არის ის თანაგრძნობა, რომელიც მე არ მგონია ადამიანებმა ზოგადად ცოტათი დავივიწყეთ ის, რომ ადლიერების გრძნობა უნდა გაგვაჩნდეს იმ საქმეების მიმართ, რაც გაკეთებულა. უფრო მეტად გადავედით ერთმანეთის შულზე, ზიზღზე, ურთიერთ დამოკიდებულება გაჩნდა ასეთი და მე ვფიქრობ, რომ პირიქით ჩვენ ცოტათი მეტად უნდა შევხედოთ იმ სიკეთეს, რომელიც გაკეთებულია, საქმეს, რომელიც გაკეთებულია. ეხლა აქ ბევრი კითხვა გაისმა თქვენ პირადად. მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს არანაირი პრივილეგია არ მიმიღია. სიკეთე და დანაშაული ერთმანეთთან როგორ შეიძლება? ეს საქმეზეა ხო აქ საუბარი, საქმე, რომელიც კეთდებოდა და ამ საქმეს მოსდევს დაუშვათ შეიძლება ის რაღაცა დანაშაული თუ ბრალეულობა, რომელიც მას წაუყენეს. ეს უკვე სამართალდამცავების გასარკვევია, სასამართლოს გადასაწყვეტია თუ იყო თუ არა იქ დანაშაული, მაგრამ ამის უკან დგას კიდევ ძალიან ბევრი გაკეთებული საქმე რა. თქვენ ხა უყურებთ აქ ორ შენობას, რომელიც გაჩერებულია და რომელიც დალუქულია. კი, გასაგებია ვიღაცები ამბობენ, რომ ის არქიტექტურულად არ მოწყვეტ, მაგრამ არავის არ მონდომებია ის, რომ შიგნით შევიდეს და შინაარს ჩაწვდეს იმისას, იქ რა არის შექმნილი და გაკეთებული, რომ სოფლიოში ესეთი დარბაზით შეიძლება იამაყოს, იქ რაც არის შექმნილი და გაკეთებული, ნებისმიერმა ქვეყანამ, რომ იქ 2 წელი შეიძლება დასაქმებული იყოს 300-მდე ადამიანი და მათი სამსახური ყოფილიყო ეს, ამაზე ვილაპარაკოთ. ესეთი საკითხები გავარჩიოთ, რაც გაკეთდა. უამრავი ადამიანი. ბატონ მარინას კითხოთ, გაუგზავნეთ თუ არა დღეს წერილი გეგე უგულავას? მე დღეს პირველად მოვედი აქ ხუთი დგას, მაგრამ აი ჩემი წერილი და გზავნილი ციტატ მოვედი. მე მოვედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. მე ვერ ვიტყვი რომ გიგი უგულავა ჩემი უახლოესი მეგობარია, როგორც ჩემი მეგობრების. უბრალოდ მე არ მქონდა უფლება არ მოვსულიყავი, რომ ძალიან მიუღებელია პირადად ჩემთვის ის ფორმა და შინაარსი, როგორც იყო ბატონი გიგი დაკავებული. პირველ რიგში ფორმაზე მაქვს ლაპარაკი, რომ დააკავის როგორც რაღაცა საოცარი დამნაშავე, დაადეს ბორკილები, რომელიც აბსოლუტურად წყნარად შეეძლოთ არ გაეკეთებინათ. ეს რაც თქვენი მოთხოვნა კონკრეტულად რა არის? ჩემი მოთხოვნა მე პირადად მგონია, ვიტყვი აუცილებლად გეტყვით, მე მგონია რომ აუცილებლად უნდა იყოს განთავისუფლებული და სანამ სასამართლო არ შედგება, არაფერი არ უდგას იმას, რომ განთავისუფლდეს გიგი უგულავა და დაელოდა სასამართლოს და სასამართლომ გადაწყვიტოს დამნაშავეა ბატონი გიგი თუ არა. თუ ჩვენ გვინდა და მივისწრაფეთ ევროპული სახელმწიფოსკენ და რაღაცა ფასეულობებზე ვლაპარაკობ. პირველ რიგში მთავარი ფასეულობა არის უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომელიც არსებობს მთელ მსოფლიოში. სანამ დანაშაული არ არის დამტკიცებული, ადამიანი ითვლება udanašauli. ერთი კითხვით მინდა მოგმართოთ, მე რამდენიც ვიცოდი ამ ჩართვის დროს უნდა ყოფილიყო აქ მერაბ სეფაშვილიც, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი კოლეგები, რომლებიც კულტურის სფეროში არიან დასაქმებულები, ძალიან ბევრი დღეს გიგი უგულავას ხარდაჭერას არიდებს და ავს? ცეტრა ყველას თავის გადაწყვეტილება აქვს და ყველა იღებს თავის გადაწყვეტილებას. მე ვერავის ვერ დავადანაშაულებ იმაში, რატომ დავუშვათ დღეს არ მოვიდა. მე თვითონ პირველად ბოლოს აქციაზე ვყოფილვარ 90-იან წლებში და ეხლა პირველად მოვედი, იცით? იმიტომ 90 წლიდან დღემდე ახლა პაუზა იყო. ახლა პაუზა იყო, მაგრამ მე არ შემეძლო არ მოსულა. სამწუხარო რა არის, იცით? ამ ყველაფრის ფონად, სწორედ აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი. ამ ყველაფრის ფონად ახლავს ის, რომ ეს პერიოდი არაფერი გაკეთებული. რომ ეს ადამიანები, რომელიც მე ვიცი ზუსტად დაუშვათ, რაც გაკეთებულა ჩემ სფეროში დაუშვათ, რამდენი სპექტაკლი დადგმულა მერის დაფინანსებით, რამდენი წიგნი გამოცემულა, რამდენი გამოფენა მოწყობილა, რამდენი ადამიანის რეჟისორის, დიდის, გამოჩენილის, წერლის იუბილეები ჩატარებულა. ამ ადამიანებმა უნდა თქვან, რომ ეს კეთდებოდა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ შეიძლება მათი შემდეგი იუბილე მოდის ახლა და იმ იუბილეს ვიღა გადაუხდის მე. აი თუ ესე შევხედოთ. ანუ თავშეკავება მაინც თქვენ სფეროში ალბათ ეს რა სტეფანე, რა იქნება ეს თავშეკავება? ანუ საზოგადოებას გაუწევთ თქვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლები? მე არ შემიძლია გიპასუხოთ სხვების მაგივრად. თეორიული ვარიანტი
ვარიანტები, ესე ფილოსოფიურად შეგვიძლია უამრავი დავუშვათ, მაგრამ ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც არის, იმაზე ვთქვათ, ის რაც კარგია, ის გამოვხატოთ, ის რაც დასაგებია. არქიტექტორებს გითხოთ მოწონთ თუ არა. დიახ. რა არის იცით? ამ შემთხვევაში გასაგებია ჩვენ პოპულარული ადამიანები, ხო, მაგრამ ჩვენ თუ თვლით რომ დემოკრატია არის ჩვენს ქვეყანაში, მე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, მე ხომ მაქვს ესე ვთქვათ, უფლება იმისი რომ გიორგი, დიდი მადლობა. იმიტომ რომ იცი რა, ის რაც დასანახია, ის აუცილებლად უნდა დაინახოთ, არ შეიძლება ხო თვალები დავიბრალოთ და თქვა რომ იცი რა, იგი უგულავას არაფერი არ გაუკეთებია, იმიტომ რომ ამ ქალაქში ვიცხოვრებ. ძალიან ბევრი მთავრობა გამოვიცვალე და მე ზუსტად ვიცი, კარგად მახსოვს მე რას აკეთებ და მე რას აფუჭებდა და ეხლა როგორ შეიძლება ადამიანს დაუკავოს ის რაც გააკეთა და ძალიან ბევრი რამე გააკეთა და მე მილიონჯერ ვიტყავს მისთვის პირში, იმიტომ რომ ყოველთვის მადლიერი ვიყავი ამ ადამიანისა ძალიან ბევრი რამე გააკეთა და ეხლა მე კონკრეტულად იმაზე კი არა მაქვს ლაპარაკი მე რამდენი კონცერტში ვიღებ მონაწილეობას არ არის არ ითვლება მაგითი მე მაქვს ჩემი ცხოვრება ჩემი გზა მაქვს და ჩემ ცხოვრებას მე თვითონ მივხედავ მე ჩემს მადლობ გიორგი ლაპარაკობ გული შემტკივა ჩემ ქალაქს ძალიან დიდია თანადგომას შეუერთდნენ კიდე მე ასე სოციალურ ცელებს თუ შევეხეთ ადამიანების სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები რომელიც კიდევ ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის წაკითხვა ესეთი ადამიანების პოსტები რომლებსაც აბსოლუტურად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები დიდი მადლობა გიორგი ძალიან თქვენი მხარდაჭერების აქცია გაგრძელდება ანუ როგორც იცით დღეს მშვიდობის ხიდზე სწორედ ამ ხიდს რომელიც კარგი დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ეს იყო გიორგი ნიორაძე მაშასე გიგი უგულავას მხარდასაჭერი აქცია ხელოვანთა ნაწილი რომელმაც დღეს მოაწყო სწორედ ეს აქცია და ისინი აფიქსირებდნენ საკუთარ მხარდაჭერას დედაქალაქის ყოფილი მერის დაპატიმრებული მერის მიმართ ახლა კი ჯანსუღ ჯარკვიანი გვერდება პირდაპირ ეთერში პოეტი საღამო მშვიდობის ბატონო ჯანსუღ მინდოდა რომ დღევანდელი გადაცემა მოგესმინათ და ერთგვარი ანალიზი მოვისმინოთ ეხლა ჩვენ თქვენი რა სიტყვით ვნახეთ ადამიანები რომლებიც დაპატიმრებულ უგულავას მხარდაჭერას უცხადებენ ვნახეთ პოლიტიკოსები რომლებიც რომლებმაც ურთიერთბრალდებების ერთგვარი კორიანტელი დააყენეს სტუდიაში როგორი არის თქვენი შეფასება პოლიტიკური პროცესებისა არჩევნების მეორე ტურის წინასაღამოს შემოინგა დავიწყე ოდნავ შორიდან მე შენთვის ნათქვამი მაქვს ზომიერება მიყვარს მე იმიტომ რომ შენ ხარ ზომიერი ადამიანი ეს არის გამარჯვება ყველა შემოქმედისათვის ახლა ის ვთქვათ რომ 9 წლის მანძილზე მე ზომიერება სიტყვა აღარ მახსოვდა საერთოდ ეხლა მანდ გამოდიოდა ზვიად ძიძიგური და ირაკლი ჩიქოვანი. აი ამის გამო მინდა ზომიერებაზე ვილაპარაკო. და მახსოვს ხშირად ვამბობ ხოლმე დიდი აკაკის სიტყვებს შუა კაცი ვარ უბრალო არც მიწისა ვარ არც ცისა. მიმხრობი შეიძლება იყო, იმიტომ რომ მიმხრობი ეს არის ღმერთისა აი მონა არის ეს ეშმაკის მე მიხარო და დღეს როცა ზვია ძიძიგურის და ირაკლი ჩიქოვანიც ლაპარაკობდნენ ჭეშმარიტებას და არავის არ ლანძღავდნენ ეხლა არ შეიძლება ლანძღვის დრო არ არის ეხლა სიყვარულის დროა და უნდა თქვა ყოველთვის ვისაც უყვარვარ მიყვარს და ვისაც ვძულვარ არ მძულს სიძულვილით ქვეყანა არ აშენებულა აი ამაშია საქმე მაგრამ თავარი ისაა რომ სასამართლომ თავად უნდა გაიმარჯვოს და მე იქიდან მივხვდები ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუარი თავარია სასამართლომ გაიმარჯვოს რას გულისხმობთ როდესაც ამბობთ რომ სასამართლომ გაიმარჯვოს მე ერთ რამეს მოგახსენებთ არ შემიძლია არა ვთქვა როცა ოცნება მოვიდა ერთი მთავარი რაც არის სამართალი მოიტანა
სიმართლე რო არის ეს ფაქტია. მე მინდა ერთი რაღაც კიდე დავზინო, რომ კი ბატონო რაღაც არ გაკეთებულა. ბევრამ არ გაკეთდა. თქვათ მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ ყოფილიყო ადამიანებს ქონდათ თავიანთი პენსია ნორმალური. დიახ. მაგრამ რატო უნდა დავივიწყო ის რაც გაკეთდა? აი ამბობდნენ სოფლის მეურნეობაზე. აშენდა სოფლის მეურნეობა. თქვენ ფიქრობთ როსალაპარაკია ხალხის როსალაპარაკია ხალხის დაზღვევაზე. დაზღვეულია ხალხი. то ბევრი რაღაცები გაკეთდა თქვენი ჭირიმე და რაღაცა უნდა დაუჯეროთ ადამიანებს და ერთმანეთს ნუ გავლანძღავთ. მე არა ვარ ის კაცი, რომ გამიხარდეს ვიღაცის დაჭერა. დიახ. ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი, როგორმე კაცი ციხიდან გამომეშვა. რაში მჭირდება მე ვინმეს დაჭერა? ეხლა მახსენდება, რომ აი მერიაში შეიძლება ბევრი კარგი რამე არ იყო, მაგრამ როცა არსებობს მამუკა კაცარავა, შოთა მაღლაკელიძე, წერლობაზე გადაყოლილი პიროვნებები, ისინი არავისი არ იყვნენ ამ ქვეყანაზე. ისინი ეკუთვნოდნენ საქართველოს. და შენ ოცნებაში ხარ თუ ნაციონალი ხარ, საქართველოს უნდა ეკუთვნოდე და არ შეიძლება ბოღმით იარსებო ქვეყანაზე. გასაგები. მე ჩემდა თავად კიდევ ამბობ, რომ არავის ბოღმა არ ვეახლები, არ მინდა, არ ვსიამოვნებს. დიდი მადლობა, ბატონო ჯანსუღ, დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენი მოსაზრების მოსმენა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთი პირდაპირი ჩართვა და უკვე სტუდიაში ჩემი შეკითხვები კონკრეტულად ნიკა მელია სამწუხაროდ უნდა გავიმეორო, რომ 3 კვირის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, რომ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენს ეთერში შემდგარიყო დებატები, ან თუ დებატები არა პირისპირ ინტერვიუები მაინც ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დღესაც ასევე თავი შეიკავა ამ სტუდიაში მოსვლისგან, ასე რომ მე ნიკა მელიას დაუსვავ რამდენიმე შეკითხვას არჩევნების წინ, მანამდე ქართული ოცნების ოფისი და ნუკრი ქანთარია გვერდება პირდაპირ ეთერში. დიდი ბოდიში ბატონო ნუკრი, რომ გალოდინეთ, მინდოდა რომ მოგესმინათ იმ ადამიანების მოსაზრება, რომლებიც არიან სწორედ შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, ხელოვანები, ადამიანები, რომლებიც დღეს მხარდაჭერას უცხადებდნენ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, რომელიც ხვალხმას მატროსოვზე მისცემს. რა სიტყვით თქვენ რეჟისორი ბრძანდებით და თქვენი გადასახედიდან შეფასებული ეს მოვლენა როგორია? გამარჯობა ინგა. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. მოგესალმები ყველას, ვინც გვისმენს. არაფერი განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი, არაფერი ცუდი იმაში არ არის, რომ მეგობრები გულშემატკივრობენ ადამიანს, რომელიც ეხლა არის შეზღუდულ გარემოში. როგორც ჩანს, ესენი არიან მისი ახლობლები, მათ აქვთ გარკვეული მორალური ვალდებულებები და კარგია, რომ 90-იანი წლების შემდეგ ზოგიერთი მათგანი კვლავ გამოვიდა გარკვეულ აქციაზე. ასე რომ ცუდი ამაში არაფერი არ არის. რაც შეეხება უფრო არჩევნებზე მინდა თუ შეიძლება ვთქვათ, მოდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურმა გარკვეული პრობლემების შექმნა, როგორც ფინანსური, ისე ფსიქოლოგიური დროშიც გაიწელა, უმთავრეს კითხვას გასცა პასუხი და საზოგადოებამ მიიღო ეს პასუხი, რომ საზოგადოების ჩვენი მოსახლეობის გარეშე შეუძლებელია რაიმე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება, რომ მათი ჩართულობა არის გადამწყვეტი. ეხლა მე გუშინ ჩამოვედი ინგა კახეთის სოფლებიდან, ყვარელის სოფლები მოვიარე და თელავისა და როდესაც ისინი იგებდნენ, რომ აი თელავის გამგებელს დააკლდა 20 ხმა და გაცილებით მეტი სტიმული მიეცათ უკვე, იმიტომ რომ სიმართლე ხო იცით გადამდებია და ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ოცნებას და ისინი ამაში დაარწმუნებულები არიან, რომ ქართულ ოცნებას არც მოპარული ხმა უნდა,
არც მუქარით წართმეული, მითვისებული ხმა არ უნდა და 20 ხმის გაყალბებას რო არაფერი არ უნდა, ეს ხო კარგად იცით, მაგრამ აი ესეც რო არ იკადრა და აი ამის გამო ისინი გაატკეცებული ენთუზიაზმით აპირებენ მოსვლას და ეს ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება ამ თვალსაზრისით. ამიტომ მე მგონია რომ ხვალინდელ დღეს ბევრ ამას დაესმება, ბევრ კითხვას დაესმება პასუხი და იქნება უმთავრესი წერტილი. კი ბატონო. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ, მეორე ტურის საჭიროება თავისთავად რომ დადგა, ეს ქართული ოცნებისთვის რას ნიშნავს? ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ მრჩეველი, რომელიც ქართულ ოცნებას დაუშვათ მხარს უჭერდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე დღეს იმ რაოდენობის მხარდამჭერი აღარ ყავს სახელისუფლებო გუნდს. თქვენ რა სიტყვით ამაზე? ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ სწორედ პირველივე ტურში ვერ გააცნობიერა ის პასუხისგებლობა, რომ ეს იყო დასკვნითი ეტაპი, ეს იყო მესამე ეტაპი, ის რაც დავიწყეთ 2012 წელს და აი სწორედ აქ უნდა დამთავრებულიყო ეს მესამე რაუნდი და აქ უნდა მომხდარიყო ძალიან ისეთი წერტილის, დიდი წერტილის დასმა, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენც ბევრი რამე ვერ გავაკეთეთ, ვერ მივიტანეთ ეს სწორედ აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ ადგილობრივი არჩევნებისა, ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამის ტრადიცია არ ქონდა, ჩვენ ავწიეთ 50%-მდე, ეს არის უმაღლესი ლეგიტიმაცია, ამის იქით უკვე აღარაფერი აღარ არსებობს, 50+1 მოგეხსენებათ და ეს ვერავინ ვერ გაბედა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ. იყო 30% თბილისში და ესეც თუ გახსოვთ, რა ბრძოლით იქნა მოპოვებული მაშინ, ხომ? ასე რომ ჩვენ ეს ავწიეთ, ეს გამოცდილება არც ჩვენ ქონდა და არც ამორჩეველს, მაგრამ ის რომ პირველად, მართლაც პირველად მოხდა სწორედ არჩევა ქალაქის მერების და გამგებელს აქამდე ისე ნიშნავდნენ და ისე ხსნიდნენ, რომ ზოგიერთ სოფელში ნამყოფიც არ იყო და ეხლა ყველა სოფელი იცის, ყველა სოფლის მაცხოვრებელთან ხელი აქვს ჩამორთმეული, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. აი ამაზე წავედით ჩვენ სულ ყველანი და ეს მე მგონი არის სწორედ ძალიან ამხრივ დიდი მონაპოვარი და ეს გააცნობიერა ჩვენმა საზოგადოებამ, მე ღრმად ვწამს, რომ ხვალ იქნება მაღალი აქტივობა და სწორედ იმის გამო რომ ჩვენ მეორე ტურში მოგვიხდა სწორედ და ასე მოხდა. მე არა ვარ მაყოფილი მეორე ტურით, რომ მეორე ტურში ჩვენ კარგი იყო პირველივე ტურში დაგვემთავრებინა ყველაფერი, მაგრამ ის რომ პასუხი გავეცით საზოგადოებას და არავითარი კითხვა აღარ დარჩა არავის გარდა, ნუ ზოგიერთი ახლა ისეთი პარტიებისა, ახლა მოვისმინე მანდ სააკაშვილის მოძმეების ხმაშეწყობილი ლაპარაკი, ნუ ესენი უკვე რა თქმა უნდა ტყუილად ირჯებიან და წარსულიდან გველაპარაკებიან. დიდი მადლობა, თუმცა ის მეორე ტური, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილისთვის იყო მიუღებელი. მე შეგახსენებთ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ იგი იქნებოდა იმედგაცრუებული თუკი მეორე ტური. აი ეს ფაქტი მოხდა და ამას შევხედოთ ყველამ და ყველამ შევხედოთ სწორედ იმით, რომ დამთავრდეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნა და ეს შეიძლება ხვალ მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ჩართვა ქართული ოცნების ოფისიდან, ნუკრი ქანთარია. ჩემს გვერდით უკვე სტუდიაში იმყოფება ნიკა მელია, რომელსაც მე გადავცემ საარჩევნო ნომერი 41-ის მიერ დატოვებულ აქ ბუკლეტს, რა გაკეთდა ქვეყანაში, მაშინ როდესაც დაუშვათ თქვენივე კლიპებში და თქვენი პარტიის მთავარ მესიჯებში ისმის, რომ არაფერი არ გაკეთებულა, რამდენიმე წუთში ძალიან მალე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და თქვენთან მექნება პირველი კითხვა. იმ ცნობილი დებატების შემდეგ, ნეიტრალური რომ ერქვა და ნეიტრალურ ტერიტორიაზე რომ ჩატარდა, ამ დებატების შემდეგ თქვენს მიერ გაკეთებულმა რეპლიკამ თუ გასაუბრებამ ნარმანიასთან, რამდენი წელია შენ ცხოვრობ თბილისში, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, უფრო მეტიც ძალიან ისეთი სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია, როდესაც ამას ეცნობი სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით იქ არის თვალშისაცემი. რამდენიმე წუთში რატომ უთხრა ნიკა მელიამ, რამდენი წელია რა ცხოვრობ დავით ნარმანია თბილისში, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ნიშნავს თუ არა აუცილებლად იმას, რომ თბილისში წარმატების გარანტია ისთვის მაინც და მაინც თბილისელი უნდა იყო. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, სად არის ჩიტაძის ქუჩა. მაშასე ხვალინდელი ცხელი დღის წინ ბოლო ინტერვიუ ჩვენს ეთერში კიდევ ერთხელ ვიტყვი
სამწუხაროდ დავით ნარმანიამ ქართული ოცნების კანდიდატმა დღევანდელ ეთერში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. პირობა ჩვენ არ დაგვირღვევია და ვინაიდან ეთერი ჰქონდა უკვე შეთავაზებული ორივე კანდიდატისთვის, დღევანდელ გადაცემას დაასრულებს სწორედ ნიკა მელიას. აღაუმშვიდობის კიდევ ერთხელ ბატონო ნიკა. ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც თქვენ უკვე გაეცით პასუხი თქვენს დაპირებებზე, დაუშვათ ის, რაც კლიპებიდან იცის მაყურებელმა, ის, რაც იცის თქვენი არაერთი საეთერო გამოსვლიდან. მე მინდა რამდენიმე პოლიტიკურად საინტერესო შეკითხვის პასუხი მოვისმინოთ თქვენგან. პირველ რიგში, რას ნიშნავდა თქვენს მიერ გაკეთებული, ეს არ იყო განცხადება, რაღაც ერთგვარი დიალოგი შედგა იმ ნეიტრალური დებატების შემდეგ თქვენსა და დავით ნარმანიანს შორის, სადაც თქვენ მას დაუსვით ასეთი შეკითხვა. რამდენი წელია რაც თბილისში ცხოვრობ? რას ნიშნავს ანუ ადამიანი თუ იგი არ არის თბილისელი, თუ იგი ბევრი წელი არ არის რაც თბილისში ცხოვრობს, მას არ აქვს იმის უფლება, რომ კენჭი იყაროს თუნდაც დედაქალაქის ლიდერობაზე? რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რაც მე ვიგულისხმე, არაერთხელ პრაქტიკულად არ ყოფილა არც ერთი საეთერო გადაცემა ამ კამპანიის მსვლელობისა, ოდესაც ეს კითხვა ჩვენთვის არ დაუსვამთ. მე რაც ვთქვი გუშინ წინ თუ ავშთები, დღესაც იგივეს გავიმეორებ. მე ვერ ხედავ ვერანაირ პრობლემას თბილისელობაში და არათბილისელობაში. მე ვხედავ პრობლემას, რამდენად იცნობს ესა თუ ის ადამიანი და ამ შემთხვევაში კანდიდატი თბილისის პრობლემატიკას. და ჩემის აზრით არა თუ გათავისებული და გათვითცნობიერებული არა აქვს ეს ჩემი მოსაზრება და რო არ თქვა ეს მაშინ არ ვიქნები გულწრფელი. არამედ არ ესმის უბრალოდ თბილისის პრობლემატიკა და ჩემი აზრი არის რომ უნარიც უკეთესეს იმედს ტოვებს რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს მან დედაქალაქში სადაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს. ჩემის აზრით ვის თუ არა დედაქალაქის მერს უნდა კონდეს დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი და სწორედ ეს ვიგულისხმე მე რაც შეეხება ჩიტაძეს ქუჩას ეს რეპლიკა წამოვიდა იქიდან რომ მან ჩემ გასაკვირად უბრალოდ ჩემი საცხოვრებელი უბნის საარჩევნო შემაჯამებელი ოქმი წამომიდგინა მათ შემდეგ რაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა თუ რამდენი ხმა ავიღე მე ჩემს საარჩევნო უბანზე და სრულად ორგანიზებულად სინქრონში მან წარმომიდგინა ის შემაჯამებელი ოქმი და ნიშნის მოგებით მითხრა რომ აი 19 ხმით მე დაგამარცხე შენს უბანზე რომელიც იმყოფება და მდებარეობს ჩიტაძეს ქუჩაზე და მე მას ვუთხარი რომ რეალურად წარმოუდგენელია რომ თქვენ გწოდნოდათ ეხლა მე-6 უბანი და წარმოუდგენელია რომ გწოდნოთ რომ მე-6 უბანი არის ჩიტაძეს ქუჩაზე იმიტომ რომ ეს ვიღაცამ გადმოგცათ და დაგიწერათ რომ აი ეს წარმოგედგინათ ღია ეთერში. ეს იყო და რა თქმა უნდა, არავინ არაფერს არ გიწერთ, დაუშვათ იგივე პარტიიდან, არავინ არაფერს არ გიწერდათ, არავინ არ უსვამ და ხათ თქვენი მთავარი მესიჯები რა უნდა ყოფილიყო. ჩემის აზრით ის, რაც მან შემაჯამებელი ოქმთან დაკავშირებით გააკეთა, მსგავსი რაიმე წინასწარი მომზადებული ასე ვთქვათ ფანდი, ასე რბილად რო ვთქვათ, ნამდვილად არ ყოფილა, არასოდეს რა თქმა უნდა არის ჟელობა, არის პოლემიკა, მაგრამ საბოლოო სიტყვა ვინც მე მიცნობს ის ადვილად დამეთანხმება არის ჩემზე ვინაიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატი როდესაც ხარ და გააქვს პრეტენზია მე ვთვლი რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვარ ნამდვილად ეხლა მეუბნებოდნენ ხშირად რომ და მუსირებდა საზოგადოებაში რომ აი გიგი უგულავას ქოლგის ქვეშ იქნება გიგი უგულავას ქოლგის ქვეშ იქნება ნუ იმ ხალხმაც ალბათ დაიჯერა ეხლა იმდენი ისაუბრესო ეს ადამიანი წინასწარ-პატიმრობაში არის ეხლა თუმცა ვფიქრობ რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ შორის არის ძალიან დიდი სხვაობა მე ჩემსა და ჩემს ოპონენტს შორის კიდევ ერთხელ ხალხს ვუსვამ ეს არის ჩემი მოსაზრება და მე რომ აი ეს მოსაზრება ჩემს ამომრჩეველს თბილისელებს თვითფას თბილისელებს არ ვუთხა და არ გავაცნო ვიქნები ასე ვთქვათ არაგულწრფელი მე ვფიქრობ რომ თუნდაც აი დებატები როდესაც იმართებოდა მე განსთამჩებოდა რომ იგი არა თბილისის საზოგადოებას ესაუბრებოდა არამედ ერთ ადამიანს ესაუბრებოდა და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ამაზე აკეთებს მინიშნება ჩემი განსთადა შევაბიჭირება ასეთია და მომიტევოს მის მხარდაჭერება მე მგონი ჩემი ასე ვთქვათ სუბიექტური აზრის გავრცელების საშუალება და თბილისის მერს რაც შეეხება იცით აი ბატონი ჯანსუღი საუბრობდა და ერთ-ერთ მის პათოს ბოლოს ვეთანხმები პირველს ნამდვილად არა ბატონი ჯანსუღი ოჯახის ახლობელია მამას მეგობარია მაგრამ მინდა
გავეთანხმო იმ ნაწილში, რომ თბილისის მერი მართა სიყვარულს უნდა ასხივებდეს და ჩემის აზრით არა მხოლოდ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებია, მთავარ ეს ისედაც ჩვენი ამოცანა არის და ნებისმიერი მერის, ხო? სანამ ქალაქი არსებობს, იქამდე პრობლემები ყოველთვის იქნება. მაგრამ უმთავრესი ფუნქცია დედაქალაქის მერს უნდა კონდეს შემდეგი შესასრულებელი, რომ დაპირისპირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეასრულოს. რა უყოთ იმ კადრებს და სურათებს, რომელიც ვრცელდება სოციალურ მედიაში, მე მაინტერესებს ადრე დაგისვით ეს შეკითხვა და დღეს არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ რო დაგისვათ. ეს ნამდვილად თქვენ ხართ იმ დუმ მკითხელში, რომელიც არის სურათები, რომელიც ვრცელდება იგივე 7 ნოემბერზე 26 მაისზე, თუ ეს არის ფოტოშოპი, მაინტერესებს პატივს გცემთ და ახან დასვით გიპასუხებთ, თუმცა ეს სურათია, როდესაც ავთო ჯორბენაძეს რო ხელკეტით მისდევს სამწუხაროდ 7 ნოემბერს, თუ გაკეთდა ფოტოშოპი და სხვათა შორის მეორე ტურის დადგომასთანავე ისეთი ბინძური PR კამპანია წამოიწყო სამწუხაროდ ცენტრალურ არა მხოლოდ მე, კარგით მე დამაბრალეს ზონდერობა, დამაბრალეს ის რომ გაუპატიურებაში ვიყავი ბრალდებული, დამაბრალეს ის რომ თითქოს 94 წელს დავაყაჩაღე ქალბატონი ვინმე მელსი გოცირიძე, როდესაც 14 წლის ვიყავი და ამით არ შემოვიფარგლენ და ბოლოს უბრალოდ მიდგნენ ხა ოჯახის წევრებს და ნუ უკვე მამას დააბრალეს შეკვეთილი სტატიით, თითქოს 90-იან წლებში ის ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა, იცით? ეს სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი ის ცუდი, რაც წინა წლებში არსებობდა, ერთი კი არა, ვითარდება წარმატებით. ძალიან ბევრი ამას დღეს უკვე ხედავს. ძალიან ბევრი ჯერ კიდევ ამას ვერ ხედავს. მაგრამ მე არ მინდა ვიხილო ის პერიოდი, როდესაც ის მეორე ნაწილი ძალიან ბევრი ადამიანებისა დაინახავენ და გვიანი არ იყოს. და ის კარგი რაც იყო წინა წლებში აი ეს შეჩერდა აბსოლუტურად. ბატონიკა, რისი იმედი გაქვთ ხვალ? რეალურად ხვალინდელ არჩევნებს უკვე აღარ სჭირდება ეს საარჩევნო ბარიერი, რომლის გამოც შედგა მეორე ტური და თქვენი აღებული პროცენტები, თქვენ რომ ისევ ხელახლა მიიღოთ, არც ერთი ხმა რომ არ დაგაკლდეთ, მაინც გამარჯვებული გამოვა თქვენი მთავარი კონკურენტი. ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად, ეს იქნება არჩევნები და ერთი დღე დარჩა, სადაც თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელობა, ეს იქნება არჩევნები დათო ნარმანიესა და ნიკა მელიას შორის. ეს იქნება არჩევნები, სადაც მაქსიმალურად ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ გამოვცხადდეთ. მე მოუწოდებ თბილისელებს, ეხა ბოლო დღეებია აქტიურად, ასე ვთქვათ, გაიფანტა ეს ჭორი, რომ თითქოს აზრი არა აქვს მისვლა არჩევნებზე, მაინც გააყალბებენ, მაინც ცენტრალური ხელისუფლების კანდიდატს გაამარჯვებიებენ. არავითარ შემთხვევაში ჩვენ ვართ ძალიან მობილიზებულები, გაცილებით მეტი ყურადღებით ვიქნებით თითო საარჩევნო უბანზე, თითო ხმას დავიცავთ და მიმაჩნია ეს არის არჩევნები, სადაც ელემენტარული არჩევანი უნდა გაკეთდეს. ან უნდა გაკეთდეს არჩევანი განვითარების სასარგებლოდ, ან რეალურად იმ სტაგნაციის სადაც აღმოჩნდა. ეს თუმცა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თუ თქვენ გნებავთ საბოტაჟი, მაშინ ხმა უნდა მისცეთ მელიას და თუ გნებავთ განვითარება, მაშინ იცით რა მიყვირს? არ მინდოდა ამის თქვა და ისე ჩავამთავრეთ ელი კამპანია, რომ ვთვლიდი, რომ ამაზე საუბარი არ ღირდა და ვინ თუ არა ბატონი ღარიბაშვილის მიყვირს. მე ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში ახალი წამოსული ვიყავი იუსტიციის სამინისტროდან, როდესაც ქართული ოცნების ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსანმა ადამიანებთან და გავლენიანმა თანამდებობის პირმა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ მესიჯი გადმომცა, ჩვენ ვისაუბრეთ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში და შემოთავაზა თანამშრომლობა, მათი გუნდის წევრობა, ადამიანურად ეხლა მე მადლობა გადაუხადე, ბიძინა ივანიშვილმა გამოგიგზავნათ ჩვენივად იცის ირაკლი ღარიბაშვილმა. რატომ თვითონ ღარიბაშვილი ხომ არ იყო ეს? მე ირაკლი ღარიბაშვილს არ ვიცნობდი და არც ეხლა ვიცნობ, მაგრამ ჩვენივად იცის ეს ირაკლი ღარიბაშვილმა. როდესაც ამ წინადადებას მე ვთავაზობდი და თანამშრომლობის ხელს მიწვდიდი, ხო, მაშინ, სანამ გამგებლად, სხვადასხვა გამგებლად უკვე ახალი დანიშნული ვიყავი. და მას შემდეგ რაც უბრალოდ განაცხადე, რომ მართლაც არ მაქვს რწმენა იმის უკეთესი ხვალინდელი დღის იმ გუნდთან ერთად, რომელიც დღეს არის ცენტრალურ ხელისუფლებაში და რა თქმა უნდა ავირჩიე ის ეკლიანი გზა და წარმოვადგენ კანდიდატს იმ პოლიტიკური გაერთიანებით და ვის მიმართაც ბევრი კითხვა არსებობს. მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა არ შეიძლება დავიწყება იმ ბევრი კარგის რაც იყო, თორე ბევრი შეცდომა და დანაშაულებრივი შეცდომაც რო არსებობდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ წელიწად 8 თვეშიც იგივე ვხედავ მე და სწორედ აი ეს მაშინებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს დაპირისპირება, ქიშბობა
უნდა დამთავრდეს. მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, აღარ მახსოვს, აი დღეს ბავშვობის მეგობრებთან ერთად საუბრობდით და გავიხსენე 8 წლის ვიყავ თუ 9 წლის კანცელარიის შენობასთან, ცეკას შენობას ეძახდნენ, ბურთით ხელში ვიყავი, მახსოვს, ხედავდი როგორ მისდევდნენ ქალბატონები და ბატონები ჩასაქოლად პრაქტიკულად თუ არ ვცდები ელდა შენგელაია იყო და თუ არ ვცდები ნოდა ნათაძე იყო. აი ჯერ კიდევ ჩემი ცნობიერება ყალიბდებოდა, ხო? იმის შემდეგ ერთ წრეზე ტრიალს გავს ეს მთელი ჩემი ცხოვრება და რა თქმა უნდა ის რომ გიგანტური ნაბიჯი გადაიდგა, ახლა რომ საუბრობენ კრიტიკულად წინასწარ სამართლიანად საუბრობენ, ხო? მაგრამ მე ადამიანს დაუჯერებ ამ სამართლიან კრიტიკაში, მაშინ, როდესაც კარგსაც გაუსმებს ხას. არ შეიძლება მხოლოდ ბნელფერებში წამოვაჩინო და აი ხა ეს ბუკლეტი. თქვენ გინდა თუ არ გინდათ იმ წლებზე, იმ გაზ, არა, მე აღარ ვაპირებ ახლა ამ კითხვების დასმას საეთეროდ რო არ მოგცემს იმის საშუალებას, მაგრამ იმ წლებზე, რომელზეც პრეტენზია აქვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ბუნებრივია რომ მათ კანდიდატთანაც ექნებათ, ხო? რაც არ უნდა თქვენ თქვათ რომ თქვენ 2007 წელს იყავით დაუშვათ მიტინგებზე, ლევან გაჩეჩილაძის მიტინგებზე, იდექით იპოდრომზე, აპროტესტე, რაც არ უნდა თქვათ ის რომ თქვენ ხართ კანდიდატი ამ კითხვებს მე არ გავურბივარ, არ გავურბივარ. ანუ პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ჩემთვის კომფორტის მომანიჭებელი იქნებოდა დღეს გარიყავი იქ, სადაც ქართული ოცნება არის და ბევრი წლების განმავლობაში რომ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან, მე 2012 წლის შემდეგ გავიცანი ნაციონალურ მოძრაობის რეალურად ანუ პოსტარჩევნები წარმომადგენლები ხელით ჩამორთმევის დონეზე წავიცნობდი 99%, ხო, ვიყავი ჩვეულებრივი ტექნოკრატი ადამიანი იუსტიციის სამინისტროში. მე რომ ჩემი პირადი კომფორტი მდომებოდა, ვიქნებოდი იქ, სადაც ბევრი არის, მაგრამ მიმაჩნია რომ რეალურად ქართული დემოკრატიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი არის რომ ხელისუფლება რომელიც იყოს, მე კი არ მინდა, თქვენ კი არ უნდა გინდოდეთ, ქვეყანას უნდა უნდოდეს, იყო ხელისუფლებაში, გადავა ოპოზიციაში, ეს პოლიტიკური გაერთიანება დაარჩეს პოლიტიკური გაერთიანება და ადრე თუ გე მოbrunდეს, იმიტომ რომ მას კი არ ჭირდება ეს, ქვეყანას ჭირდება. არ შეიძლება აი ამ დაფშუღრით და ბოღმით ურთიერთობა თბილისი იმსახურებს გაცილებით მეტი საქმის კეთებას, მეტი სიყვარული და მე ვფიქრობ, რომ ეს უნარი აუცილებლად გამოსაყენებელია და ეს სურვილი მაქვს ძალიან დიდი. რამდენად იმოქმედებს, როგორ ფიქრობთ თქვენ საარჩევნო შედეგზე გიგი უგულავას დაპატიმრება? ის რომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არის დაპატიმრებული. ან იქონიებს თუ არა ეს გავლენას იმ ხმებზე, რომელსაც თქვენ ესეც მარტივი, ასე ვთქვათ, ფანდი იყო სამწუხაროდ მეორე ტურმა პროვოცირება მოახდინა გიგი უგულავას დაკავების კუთხით საუბრობ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მეორე ტური იგი არ იქნებოდა წინასწარ პატიმრობაში მოთავსებული. ემოციურად რა თქმა უნდა ძალიან მძიმე არის, როდესაც იცი რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავება და აქტი. ეხლა ბატონი ჯანსუღი რო საუბრობდა, მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ, სასამართლოზე აპელირებდა იგი, მაგრამ როდესაც მოგწონს არ მოგწონს პოლიტიკოსია იგი, სასამართლოს მივანდოთ და სასამართლო პროცესი ჩატარდეს და დასაკავებელი ადამიანი სასამართლომ უნდა დააკავოს სასამართლო დარბაზიდან და არა აეროპორტში იმ საფარქვეში თითქოს და იგი მიმოვლას აპირებდა. ამიტომ ვფიქრობ რა გავლენას იქონიებს ვერ გეტყვით მიუხედავად ამისა რომ ეს ფაქტი მოხდა ჩვენ პირიქით გავძლიერდით მე პირადად გაცილებით მეტი ენერგია მომეცა და სტიმული. ბატონიკა, დარჩებით თუ არა პოლიტიკაში წაგების შემთხვევაში, თუ შეიძლება კონკრეტულად რომ მე ეხლაც არ ვთვლი რომ ვარ პოლიტიკაში, მაგრამ ყოველთვის მე ჩემი პოლიტიკური თანამდებობა არის და მე არაერთხელ მithქვამს მერის თანამდებობა, ვინაიდან იგი არის არჩევითი თანამდებობა, მაგრამ ჩემი ყოველთვის სურვილი იყო და რჩება ასეთი, რომ პოლიტიკა იყოს არა იმ კლასიკური გაგებით პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკა რეალურად იმ პროექტების განხორციელების მაგალითად ტარიფების შემცირების, რაზეც საუბრობ, იმ ესტაკადების შენებლობის, იმ კომუნალური ხარჯების შემცირების, ხო? აი ეს პოლიტიკა, ამაზე მეტი სიამოვნება, ხო მე 2 წლის განმავლობაში ვიმუშავე თაწყმის რაიონის გამგებლად და იმაზე სასიამოვნო პოლიტიკა, რასაც რეალურად განიჭებს ის თანამდებობა, რომელსაც გამგებელი ქვია და თბილისის მერობა არ ამგონია იყოს კლასიკური გაგებით პოლიტიკა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ხვალ ჩვენ თავში ვიპოვოთ ზალა, გამოვთხადდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი. და გავაკეთოთ ის არჩევანი, რომელიც 13 წლის განმავლობაში ჩვენს ოჯახებზე აისახება. ხშირად საუბრობენ, ამას ძალიან მინდა ვთქვა, რომ აი მესამე არჩევნები, აი მესამე ეტაპია, საპრეზიდენტო არჩევნები, ეხლა თვითმმართველობის არჩევნებია, მანამდე საპარლამენტო. ეხლა ამიტომ არის ეს სხვადასხვა არჩევნები, რომ სხვადასხვა კანდიდატები უნდა იმარჯვებოდნენ. მაშინ ჩატარდებოდა ერთი არჩევნები და რომელი პოლიტიკური გაერთიანებას გაემარჯვებოდა, ის დანიშნულება
დანიშნავდა დედაქალაქის მერსაც, ის დანიშნავდა მაჟორიტარებსაც, პრეზიდენტსაც. ამიტომ ის რომ არ შეიძლება ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელმა გაიმარჯვოს, მე ვფიქრობ, და პირიქით ნორმალურად, სანამ ძალთა ბალანსი არ იქნება, მე ვამბობ, რომ დედაქალაქის მერობისა თბილისის, აი შემეჯიბროს მაგალითად ქართული ოცნება ქუთაისთან მიმართებაში. ქუთაისის მერი შემეჯიბროს მე და ნახოთ, ვინ უფრო კარგად გააკეთებს ნახოთ, ამის ჯერჯერობით ხვალინდელი დღის არჩევანი უნდა გაკეთდეს თქვენზე და მე მინდა ვიდრე დაგემშვიდობებით კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ. ამბობენ, რომ გაგრძელდება დაჭერების ტალღა. როგორ ფიქრობთ, ვის შეეხება ეს და შეეხება თუ არა ნიკა მელიას, რომელიც ამ არჩევნებში იყო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი იყავით ქართულ ბანკის საქმეზე. მე ვიყავ და სწორედ აღნიშნე, როდესაც აი შემოთავაზა, ეს არის მე ძალიან ბევრი შიგნიდან ძალიან ბევრი რამ ჩანს და ძალიან ბევრი ამას გაიგებს ადრე თუ გვიან. როდესაც შენ ადამიანი გთავაზობს თანამშრომლობას და უარს ეუბნები, იმიტომ რომ წვენა არ გაქვს უბრალოდ და ამის შემდეგ ერთ თვეში დაახლოებით შენ ბრალს აგიყენებენ, ხო? მე ვფიქრობ და ბატონი ბიზინა ივანიშვილის მე შეგახსენებთ მაყურებლებისთვის საინტერესო იქნება ორი კვირის თავზე რაც ეს შემოთავაზება იყო იგი გამობრძანდა და თქვა რომ რამდენიმე წარმომადგენელი წინა ხელისუფლების შევთავაზეთ თანამშრომლობა და მათ უარი განგვიცხადეს და ეს ნიშნავს იმას რომ ისინი დაუშვათ ხოლო თანამშრომლობენ წინა ხელისუფლებას რაც ნუ აბსოლუტურად გაუგებარი იყო მაგრამ არაფერი არ არის გამორიცხული მაგრამ ვფიქრობ ასე ღრმად არ შევა ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება. მიდიხარ თუ არა არჩევნების მეორე ტურზე 11763 ზარი არის თუ არ ვცდები და აქედან ძალიან დიდი პროცენტი ამბობს რომ 9000-ზე მეტი ამბობს რომ მიდის. მე მინდა წარმატება გისურვოთ სამწუხაროა რომ დღეს თქვენი ოპონენტი არ იყო ამ სტუდიაში და დებატები ვერ შედგა. მე თქვენთან დასმული მქონდა პრეზენტაციისას ყველა ის შეკითხვა რომელიც ესით ისედაც უნდა დამესვა დღეს მაგრამ ვარჩიეთ რომ ესე უბრალოდ აღარ დაგვერღვია პირობა რომელიც მივეცით მაყურებელს თუ რომელიმე კანდიდატი იყო და უარს გადაცემაში მონაწილეობაზე მაშინ იქნებოდა აუცილებლად მეორე კანდიდატი. ერთი წინადადებით შეიძლება ხო მე მინდა დიდი მადლობა გადავხადო ყველას განურჩევოთ ვის მიცეს პირველ ტურში ხმა თბილისელებს და ვთხოვო რომ გამოცხადდნენ ხვალ არჩევნებზე ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მიუხედავად იმისა მე მომცემენ ხმას ჩემს კონკურენტს მიცემენ მნიშვნელოვანია რომ გამოცხადდნენ რაც შეეხება ჩემს ხარდაჭერებს ნამდვილად მოუწოდებ ორგანიზებულობისაკენ და არ იფიქროთ ის რაზეც აპელირებენ ძალიან ბევრი უკანასკნელი სამგზის განმავლობაში თუ აზრი არ აქვს მისვაც მაინც გაყალბდება ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას ეს ჭირდება ქვეყნის განვითარებას და ჩემი გამარჯვებით ინგა მე მინდა გავიდეს რაღაცა პერიოდი და თვითონ ქართული ოცნების წარმომადგენლებს მათ ლიდერებსაც ვათქმევიო რომ კარგია რომ ამ ადამიანმა ამ ახალგაზრდამ გაიმარჯვა ვინაიდან ხედავ იმ პრობლემებს სხვაგვარად თუ წარიმართა პროცესები რა შეიძლება განვითარდეს ამ დედაქალაქში. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. მაშასე ეს იყო ნიკა მელია. კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან სამწუხაროა რომ დავით ნარმანიამ დღევანდელ ეთერში მონაწილეობა არ ისურვა. მოკლედ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს ხვალ საბოლოოდ გაირკვევა ვინ გახდება დედაქალაქის მერი, ასე რომ ხვალ საღამოს უკვე შედეგების შეჯამები ჩვენ ეს გვეცოდინება ნარმანია თუ მელია. ნახვამდის.